მატჩი. ნომერი 11 მიხეილ ბერიშვილი, ნომერი 12 ნიკიცა სლიკა, ნომერი 14 ნიკოლა ტუტუსი, ნომერი 21 გიორგი ცინცაძე, ნომერი 22 ივან თოდოროვიჩი და ნომერი 25 ჩეხი გიგანტი ივო ჰოგერი, გუნდის თავმჯდომარე გია კაზანჯიანი. რაც ეხება არმიის საკალათბურთო გუნდს. ნომერი 4 ჯერემი რიჩარდსონი, ნომერი 5 ზიად ბაბიაშვილი, ნომერი 6 ანატოლი ბოისა, ნომერი 7 ვახტანგ მინაშვილი, ნომერი 8 დავით უგრეხელიძე, ნომერი 9 ვიქტორ ოკუნისაძე, ნომერი 10 ვილიამ თომასი, ნომერი 13 რევაზ ზათანელიშვილი, ნომერი 14 იოაკიმ შელბოვი, ნომერი 15 გილერმო დიასი, ნომერი 20 ბენჯამინ უცაიდი და ნომერი 21 დავით საყვარელიძე გუნდის მთავარი კოტე ტუღუში. რაც შეეხება მატჩის საჯელს, მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე და დავით ბერეკაშვილი, მატჩის კომისარი ვადან მერაბ რატიშვილი. ყველაფერი მზად არის, ალბათ სიმღერა დაიწყება შეხვედრა და გიორგი რაღაც მომენტში ჩვენ გაგვიმართლა, რადგან სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მითხავდა ვადენოს თვალყურს კომენტატორი ჯიხურიდან. რა თქმა უნდა, გამოყურებელი ასე თქვა, მაური არის ძალიან დიდი დარბაზი ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის ხმაც ძალიან ცუდად გისმის წარმომადგენია მოთამაშეებს, ალბათ მოთამაშეებს თუ რა წუთებიელი ძალიან რთულია ესეთ დროს, ძალიან აქტიურია როგორც არმიას გულშემატკივარი, ასევე ოლიმპიადას ყავს გულშემატკივარი, თუმცა ხედავთ, რომ არმიელები ძალიან წყობრად, ისევე როგორც მთელი ჩემპიონატის მანძილზე კომუნიკობენ თავიანთ გუნდს, ასევე იქნება კონკრეტულ შეხვედრაშიც. ხედავთ ალბათ ჩანს ეკრანებზე ძალიან კარგად, რამდენად აქტიურია კომაგი, ძალიან კარგია, რომ საქართველოს ჩემპიონატის სუპერლიგის სუპერფინალის შეხვედრებს ყავს მაყურებელი და ასევე ირაკლი ჩვენ გულშემატკივრის მხრიდანაც მადლობის მეტი არაფერი არ გვექმნის ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის მისამართით, რომელმაც მისცა საშუალება ტელემაყურებელს, რომ თვალყური ადევნოს საქართველოს ჩემპიონატის სუპერფინალს, ისევე როგორც მთელი ჩემპიონატის მანძილზე ყოველ შაბათს. ძალიან კარგი პრეცედენტია, ასე ვთქვათ, აფხაზეთის ხმა, რომ პირველად გაშუქდა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა საერთოდ ტელევიზიით. ნუ არ ჩავთვალოთ ცენტრალური მატჩები, რომელსაც პირველი არხი აჩვენებდა, მადლობა მათაც ამისთვის, მაგრამ აფხაზეთის ხმა მართლაც ძალიან დიდი პოპულარიზაცია გაუწია საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას, რადგან ყველა მატჩი რეგიონების გარდა და მე ვიცი და იმედსაც ვიტოვებ, რომ შემდეგ წლიდან უკვე ალბათ რეგიონებიდანაც იქნება რეპორტაჟები აფხაზეთის ხმაზე და რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის მისაბაძი მაგალითი ყველა ტელევიზიისთვის, აი თქვენს ეკრანებზე არიან ოლიმპის საკალათბურთო კლუბის ხელმძღვანელი სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, რომელიც არც ერთ თამაშს არ ტოვებს თავისი გუნდის და ესეც მისაბაძი მაგალითია, რადგან გუნდის ხელმძღვანელობა ნერვიულობს, რა თქმა უნდა, თავისი გუნდის ბეძე და ყველა თამაშზე, ასე ვთქვათ, ესწრება და კომაგობს თავის გუნდს. საერთოდ კომაგობა რომ ავიღოთ, არ ეწყინება არც ერთი გუნდის გულშემატკივარს და ხელმძღვანელობას, მაგრამ არმია არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მისაბაძი მაგალითი, რადგან მე არ მახსოვს თამაში, მნიშვნელობა არ ქონდა ამ თამაშს. რომელსაც ცხოვრების თუ არის საშუალება რომ გვაჩვენონ და ყველა თამაში, როდესაც ასე ვთქვათ, მეტოქეს ქონდა ბურთი გამაყრუებელის წვენა, როდესაც თავის გუნდს ქონდა ბურთი შეძახილები ძალიან ლამაზი, ასე ვთქვათ და არ ვიცი მისაბაძი მაგალითია ნამდვილად. სხვათა შორის ირაკლი ამ არმიას გულშემატკივარს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. აი ამ ბიჭების დიდი ნაწილი ლიტვაში გახვდა ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში, სადაც როგორც ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, ყველას კარგად გვახსოვს, ხო? ეს ბიჭები იქ იყვნენ, იქაც უკომაგეს საქართველოს ამ ყველაფერს საქართველოს ჩემპიონატში ავლენენ. ოლიმპიადაზე ვთქვათ, ასე ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი აქცია იყო ამ სეზონში, რაღაც ბავშვთა სახლებზე და ძალიან ბევრი კარგი აქცია იყო. რა თქმა უნდა, თავარია სპორტი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქველმოქმედება და არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანობა, ასე ვთქვათ და ოლიმპმა ძალიან კარგი რაღაცები გააკეთა ამ სეზონში. რა სხვა კიდე ერთი მისაბაძი მაგალითი, არწივი ოლიმპის. ძალიან კარგია, როდესაც გუნდებს მისაბაძი, უკაცრავად გუნდებს აქვთ თავისი თილისმა, აქვთ თავისი სიმბოლო, ასევე აქვს შესაძლოა აკადემიას ლომი და ესაც მისაბაძი მაგალითია. იმედია ესეთი ანუ შემდგომ სეზონებზე ესეთი მასკოტები, ასე ვთქვათ, უფრო მრავალ იქნებიან. ახლა კი იწყება სულ რამდენიმე ადრე გახსოვს გიორგი არმიას ბურთი
ჰქონდა, მაგრამ ეხლა აღარ არის. მოდით ეხლა უშუალოდ ალბათ შეხვედრაზე ვისაუბრებთ უკვე. სულ მალე დაიწყება შეხვედრა. ხუთეულებს გეტყვით ბერიშვილი, ცინცაძე, მილუტინოვიჩი, ტუტუსი და გიორგი გამყრელიძე. ეს არის ოლიმპის ხუთეული, რაც შეეხება არმიის ხუთეულს. ძალიან დიდი ხნის შემდეგ ძირითად ხუთეულშია იოაკიმ შელბომი, რიჩარდსონი, ანატოლი ბოისა, უილიამ ტომასი და ჩვენ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი, საუკეთესო თუ არა, ბენჯამინ უცაიდი, რომელიც საოცარი ინტელექტით გამოირჩევა საკალათბურთოთით და რა თქმა უნდა შეიძლება ისეც. მოიგო აქ პირველი დუელი შელბომმა, აჯობა ილია მილუტინოვიჩს და პირველ შეტევას ხედავთ არმიელები ანვითარებენ, ჯერემი რიჩარდსონი, ბედრიშვილი მის წინააღმდეგ. რიჩარდსონმა თავად შეუტია, განთავისუფლდა ძალიან კარგად ფაზე. პირველი საშუალო დისტანციიდან აკურთხნებუთი 2-0 დაწინაურდა არმია. ძალიან რბილი მაჯა აქვს ამ კალათბურთს და შვენიერი კომბინაცია და ბერიშვილის შედეგიანი გადაცემა და გამყრელიძეს არ დაუკარგოთ ის კარგი პასი. რა თქმა უნდა. ჰოკეის საგოლე გადაცემა ასე ვთქვათ. რიჩარდსონზე საუბრობდი, ძალიან რბილი მაჯა აქვს ამ კალათბურთს და თითქმის ყველა ბურთს აგდებს, საოცარია გუშინდელ შეხვედრაში ჯერემი რიჩარდსონს გუშინდელი შეხვედრის სტატისტიკა არ არის, ახლა ვიგეთქვით 52-87 მოიგო. აი ჯერემი რიჩარდსონი ჩემს სიტყვებს ადასტურებს კიდევ ერთი სამფულიანი ჩაიგდო და 5-2 სულგაც არმია მატჩის დასაწყისში. ხოლო რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას 16 გოლა ჰქონდა ჯერემი რიჩარდსონს და 6 ნასროლი ბურთიდან 4 ჰქონდა ჩაგდებული. აკი 2 ნასროლი ბურთიდან 2 აქვს ჩაგდებული 100%-ით ის უკვე. ანუ ეს ქვეშ არ არის ასე ვთქვათ მისი პროფესიონალიზმი და რა თქმა უნდა. სათამაშო დონე ბენჯამინ უცაიდმა მიიღო პირველი პერსონალური შენიშვნა და გამყრელიძე უტევს დაუშვა საშუალო ვერ ჩააგდო რიჩარდსონმა მოხსნა ბურთი. მოხსნაც მიითვალა რიჩარდსონმა, ხედავთ წუთი და 20 წამი გავიდა მატჩის დაწყებიდან. 5-2 წინარე არმია რიჩარდსონმა ყველაფერი მოასწრო. ბატონო შელბომი ამ ბურთს შემოდანტებით დაასრულა შელბომმა ეს შეტევა, ხედავთ 7-2 დაწინაურდა არმია, 5 გოლა სხვაობა. გიორგი თუ გახსოვს ესეთი ბურთი გააფუჭა წინა შეხვედრაში თუ არ ვცდები იოაკიმ შელბომმა, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან კარგი კალათბურთელია და შესაბამისად ყველას მოსდით. თომასმა მოხსნა აქ ბურთი. ატარა ტექნიკური შეცდომა. ტაბლო აირია აქ რაღაც გესმით სირენის ხმა. აი ხედავთ, მადლობა ოპერატორ ჩვენებისთვის. ტექნიკური შეცდომა, რა თქმა უნდა, ეს ყველგან ხდება. წესით ეხა ჩემი აზრით ბურთი უნდა დარჩეს ოლიმპს, რადგან არმიამ შეტევა დაიწყო შემდეგ და ვერ დაასრულა სწორად და ბურთი მოხსნა ოლიმპის კალათბურთელმა. იმედია ტექნიკური წუნი მალე გამოსწორდება და განახდება შეხვედრა. გესმით ალბათ სირენა ისმის, ანუ აქ არის ტექნიკური პრობლემა, რომელსაც იმედია მალე მოაგვარებს ტექნიკური პერსონალი. როცა სიტყვაზე შეტევის რომ თავდება, ალბათ ყველა მიცის ეს. რა თქმა უნდა, 24 წამის ამოწურვის შემდეგ უნებრივია ირთვება აი ესეთი სირენა. ეხლა სირენამ საერთოდ სირენამ მთელი თამაში გააჩერა, არა მარტო 24 წამი. განახდება შეხვედრა რამდენიმე წამში, ხედავთ თქვენს ეკრანებზე ლევანდელი შეხვედრის არბიტრები და მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი. არაფერი გითხოვს არბიტრებზე, საჯებზე. არბიტრებზე თქვით და კომისარზეც მოვახსენე მაგურებას. არა, ბოლო რამდენიმე წამში. ხა, ისეთი გამოსწილია, ასე ვთქვათ. მომსახურე პერსონალი ყავს ამ შეხვედრას, რომ დარწმუნებული ყველაფერი ისე იქნება, როგორც წესებში წერია და არაფერი არ იქნება დარღვეული, არანაირი წესდება. განახდება შეხვედრა. რამდენიმე წამში გასულია წუთი და 45 წამი, 7-2. იგებს არმია, 7 ქულა, ასეა გადანაწილებული რიჩარდსონს აქვს 5 ქულა, ნახეთ მისი 2 ქულიანი და 3 ქულიანი შეტევები და 2 ქულა შელბომს. რაც შეეხება ოლიმპს, აქ პირველივე შეტევა ზუსტი გამოდგა ოლიმპის კალათბურთელების შესრულებით, როდესაც
ილისან ულტიმავიჩმა ორქულიანი უათავსა მეტოქის ფარში და 7-2 მიხეილ ბერიშვილი განაახლებს ეხლა შეხვედრას და გამყრელიძე იწყებს ოლიმპის ახალ იერებს უცაიდი მის წინააღმდეგ გამყრელიძეს რომელსაც პირდაპირ თქვა გუშინ ძალიან ცუდი შეხვედრა ჰქონდა 4 ქულა მხოლოდ გიორგი გამყრელიძეს მაგრამ ჩვენივრად ითამაშა ჩვენი ნაკრების გამთამაშებელმა და პირველი 2 ქულა მოიპოვა დღევანდელ შეხვედრაში 1 პასი და 4 ქულა გიორგი გამყრელიძისთვის არის ეს რას თქვი გიორგის საშინელი მაჩვენებელი წინსაძის რა კარგი გადაცემა ტუტუსის სამიანი ჩააგდო ნიკოლა ტუტუსი ფოტოშორის აი ამ დისტანციით აი ამ წერტილიდან ძალიან ხშირად ისვრის ხოლმე ტუტუსი და ასევე ხშირად არის ხოლმე ზუსტი მისი ხორცნები ასე როგორც გამოდგა ეს ხორცნა ბათანაბრ და ანგარიში ვხედავთ არაერთხელ ჩაუგდია ტუტუს ბუნებრივია აქედან ბურთი და აბსოლუტურად გეთანხმები ბოისა საშუალო ჩააგდო ანატოლი ბოისამ ძალიან კარგი ტრაექტორით წავიდა ეს ბურთი ბერიშვილია ფარქვეს შელბომი ჯარიმდება მის წინააღმდეგ შელბომი ჯარიმდება და ბატონი გია კაზანჯიანი არასპორტულს ითხოვდა მაგრამ მე მგონი აქ პატარა ინციდენტი მოხდა რადგან უფეთი წამოსდო და წესით არ უნდა ყოფილიყო არასპორტული და არც არის მე ხა მინდოდა მესაუბრა მიხეილ ბერიშვილზე ძალიან კარკალად ბურთელზე რომელიც საოცრად კარგად ესვრის სამქულიანებს მაგრამ ამ სერიაში არ წაუვიდა. თუმცა ოლიმპიადა მოიგო ამის წინა შეხვედრა, მაშინ ჩააგდო ძალიან საჭირო სამქულიანი, სანამ წინსაძე ჩააგდებდა გამარჯვების ბურთს. თუ არ ვთქვი, მაშინ ჩააგდო ბერიშვილმა ძალიან საჭირო სამქულიანი. ეს არის და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი კალათბურთელია მიხეილ ბერიშვილი, მაგრამ მეცველით მისგან. ხედავთ, მან გამოიყენა 2-2 საჯარი მოც 9-9 კლავთანაბარია ანგარიში. ძალიან საინტერესო მატჩის მომსწრენი ვართ. ვიცინებით იმედია მთელი რა თქმა უნდა 7 წუთი უდევ ნაკლები პირველი მეოთხედის დასრულებამდე უცაიდი აქ ჩვენთვისაც კარგი იქნება გიორგი წასაყვანათაც და მაყურებლისთვისაც ასე ვთქვათ საყურებლად რომ მაყურებლისთვის ვინც არის ასე ვთქვათ ნეიტრალური მათთვის ბუნებრივია უმჯობესია სერიაში ანგარიში გათანაბრდეს და დაინიშნოს მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა თუმცა ან კულაკულაში წავიდეს მაინც ეს თამაში შემდეგ კი და შემდეგ ნუ ეხა ანგარის ალბათ უცაიდი შორიდან დაუცდა მიზანი უცაიდს გუშინდელი შეხვედრა ვერ იქნებოდა ნამდვილად ნეიტრალური გუშინდელისთვის კარგი საყურებელი იმ ხრივ ვიძახ დაძაბულობის ხრივ ვიძახით თორე ლამაზი მომენტები არმიის კალათბურთელებმა ძალიან ბევრი შემოგთავაზეს და მიხეილ ბერიშვილმა მოძრაობაში და შემდეგ ბრუნში მშვენივრად და ისროლა ბურთი და ჩააგდო 11-9 ოლიმპი გავიდა პირველად დღევანდელ შეხვედრაში წინ 6 წუთი და 15 წამი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე რა თქმა უნდა ბენჟამინ უცაიდის 2 ქულა გამყრელიძე სულება არ ყოფილა ჯერჯერობით დღევანდელ შეხვედრაში ესეც საინტერესოა მართლაც თითქმის ნახევარი მიელია მეოთხედისა და სულება არ მომხდარა ასეთი რამ არ ხდება ხშირად აი აქ ეს პასი რა თქმა უნდა გაგუმართლებელი იყო წინსაძეს რადგან რიჩარდსონი ფარქვეშ თომასმა ვერ შეინარჩუნა ბურთი სწრაფი იყო ძალიან პასი და ისიც თქვა რომ რიჩარდსონის პასი არ იყო იდეალური წინსაძის სამქულიანი ამ ადგილიდან უკვე ორჯერ გიორგიმ ერთი პასი ვერ გააკეთა და ერთხელ ვერ ჩააგდო არა უშავს მთელი თამაში წინ არის და ცვლილებები ვახსენეთ გიორგი და გილერმო დიასი და ბაბიაშვილი შემოვლენ ბაბიაშვილი გუნდის კაპიტანი და გილერმო დიასი ნუ ჩაჭრა ბურთი ბერიშვილმა ძალიან კარგად დაიწყო ბერიშვილმა თამაში და ტოტოსი შანსხერდენ არ გაუშვებს ტომასი დააფარა არა ჩაითვალა ორი ბურთი დაღმავალი იყო და გილერმო დიაზე საუბრობდი გიორგი და ჩემთვის მე პირადად ვიძახი ხა არავის არ ვახო ყველაზე ელეგანტურად და ლამაზად ეშხის ეს კალათბურთელი ნუ საოცრად აი ნახოთ განმეორებით აი ეს მომენტი დიახ დაღმავალი ბურთი იყო აბსოლუტურად ვეთანხმები საჯების გადაწყვეტილებას და დიასი ნუ არ ვიცი დამეთანხმები ალბათ რომ ძალიან ლამაზად თამაშობს ეს კალათბურთელი და ძალიან კარგად უცაიდი ტომასი ითხოვს ბურთს ტოტოსი მის წინააღმდეგ ნახოთ რას იზავს ტომასი დაუბრუნა ბაბიაშვილს აქეთ რიჩარდსონი ბაბიაშვილს გუშინ არც თუ ისე ცუდი შეხვედრა ჰქონდა გაისროლა შორიდან რიჩარდსონმა ამჯერად არაზუსტად ბაბიაშვილმა გიზი 8 ქულა
6 მოხსნათ ან ფარქვე შაიაკ როგორ ვერ ჩააგდო გამყრელიძემ დასანანია მართაც ოლიმპისთვის და ჩაჭრა ეს ბურთი რიჩარდსონმა ძალიან რთულია მის შეჩერება. ორნაბიჩ ეგრეთ წოდებული ლეიაფით უცხოურ სიტყვას თუ ვიხმართ ასე ვთქვათ გამოვიყენებთ 13-13 ალთანაბარია სხვაობა. ბაბიაშვილს საუბრობდი გუშინ ვაკულა 5 მოხსნა ბერიშვილი სამკულიანი ვერ ჩააგდო სამწუხაროდ სადადარებოდას კამიდა როდესაც წამოდგები და ფინალში ასე ვთქვათ ამდენს გააკეთებ მე მგონი არ არის ცუდი ამეთანხმები გამყრელიძე გაიძრა გამყრელიძე თავად შეუტია შვენივრად ისაბაშა ესანიშნავად მართლაც გამყრელიძე მისთვის ეს მეოთხე კულა არის გარბენს გავდა მაგრამ საჭიროა არ დააფიქსირეს რა თქმა უნდა ჩვენი საქმეა ალბათ რომ თქვათ ყველაფერი რაც მოხდება მოედანზე და ჯარიმა შეტევაში ვილიამ ტომასზე კალათბურთელი რომელიც არ ვიცი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს ყველა შეხვედრაში 26 კულა საოცარი თამაში პირველ მოგებულ შეხვედრაში ვილიამ ტომასს ჰქონდა ახლა ვეგეთქვით რამდენი 13 კულა ბევრი არ არის მაგრამ ასევე 11 მოხსნა და 5 პასი და წაგებულ შეხვედრაში ჰქონდა ვილიამ ტომას ახლა ვეგეთქვით 13 კულა 5 მოხსნა სტაბილურად თამაშობს სტაბილურად კარგად თამაშობს ეს კალათბურთელი აქ ტოდოროვიჩი გამოვიდა მოედანზე მიხეილ ბერიშვილი ტოდოროვიჩი და სლუკა არიან გამოსულები მილუტინოვიჩის და ბერიშვილის ნაცვლად მოედანზე გამყრელიძე ტოდოროვიჩი უნდა ჩააგდოს ესეთი ბურთი არ შეიძლება ეს ბურთი აცილება ნამდვილად გიორგი თუ შეამჩნია ამ სერიაში ჰოგერს აქვს ძალიან ცოტა დრო სათამაშოდ როდესაც ჰქონდა პირველ შეხვედრაში სათამაშო დრო როდესაც იყო ძირითად ხუთეულში 4 პერსონალური მიიღო 2-4-ში შეიძლება ესეც არის მიზეზი იმისა რომ ჩეხი გიგანტი არ თამაშობს ასე ვთქვათ დიდხანს მაგრამ შეიძლება რომ გამოიყენოს სიტყვაზე ეს უპირატესობა გია კანძანჯიანმა რა თქმა უნდა ხა მან ჩემზე კარგად იცის რა უნდა იქნას მაგრამ ეს ჩემი აზრია პირადი ფაქტია რომ ტოდოროვიჩი ნუ არ გამოიყურება ასე ვთქვათ ტოდოროვიჩს მეტი შანსი ეძლევა დიასის შორიდან არაზუსტია ჯერჯერობით ვერ შემოვიდა გილერმო დიასი კარგად სინცაძე ხსნის ამბურთს პასი სლუკას მისამართით ნახოთ ზუსტია ბენჯამინ სლუკა ნიკიცა სლუკა სნაიპერი ნიკიცა სლუკა რომელმაც 3 კულა ჩააგდო და ძალიან ცუდი მომენტი გიორგის შესაძენ ფეხი იტკინა მედია არაფერი სერიოზული არ იქნება ცინცაძე ძალიან დავთქვენს ეკრანებზე გვაკლდება გიორგი ცინცაძე ჩვენ ნეიტრალურ გულშემატკივარსაც და არმიის გულშემატკივარსაც დააგდება ნახოთ მას ექიმები აღმოუჩენენ დახმარებას მედია ყველაფერი წესრიგში იქნება ამასობაში კი რა ხდება 2 წუთი და 45 წამი მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე 18-13 5 კულას იგებს ოლიმპი უცაიდი ვერ ჩააგდო საყვარელიძე მითამაშე მაჯობა ტუტუს მოხსნაში და დიასი ბაბიაშვილი სამკულიანზე საინტერესოა ჩააგდო ზვიად ბაბიაშვილი აი რას ნიშნავს გუნდის კაპიტანი ძალიან საჭირო მომენტში 18-13 იყო ანგარიში და ორკულამდე დაიყვანა სხვაობა ზვიად ბაბიაშვილმა ძალიან გამოცდილი კალათბურთელი გამყრელიძე შევიდა ვერ ჩააგდო ტოდოროვიჩმა ნუ ძალიან სულად გამოიყურება ივან ტოდოროვიჩი არ მიწკეს იმედია ოლიმპის გულშემატკივარი მაგრამ ნუ ასეა ეხა ყველა ხედავს ამას და ზვიად ბაბიაშვილის ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა მოუვიდა ასე ვთქვათ ნიკოლა ტუტუსმა მოითხოვა შეცვლა და ილიცა მილუტინოვიჩი შემოვა მის მაგივრად ჯერჯერობით გიორგი ცინცაძეს ისევ სამედიცინო დახმარებას უწევენ და ნახოთ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გიორგი დაბრუნდება თამაშში ძალიან ძვად თამაშა გამყრელიძე და არასპორტული მას არასპორტული ჯარება გიორგი გამყრელიძე აი ასეთ მომენტში როდესაც მეორე პერსონალური შემიძლია უპირატესობის შენარჩუნების ძალიან კარგი შანსი აქვს გუნდს მართლაც აი თქვენს ეკრანზე გასანანია ოლიმპისთვის ძალიან ის რაც მოედანზე ხდება კედავთ ცინცაძეს აღმოუჩენენ დახმარებას პუნქტი გაეჭიმა საქართველოს ნაკრების და ოლიმპის იმედი დავიტოვოთ მხოლოდ გუნდი გაეჭიმა და იმედია კი უფრო სერიოზული არაფერი არ არის
უცაიდი ორივე საჯარიმოს გამოიყენებს ასეთ მომენტში ეს კალათბურთელი სისხლიანია. გათანაბრდა ანგარიში ხუთქულიანი უპირატესობა რაც ჰქონდა ოლიმპს ესე თვალსაჩინო შუა გაქრა ფაქტიურად 2 წუთზე ოდნავ ნაკლები მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე. გილერმო დიასი ზიად ბაბიაშვილის კიდევ ერთი სამქულიანი და ვერ ჩააგდო ამჯერად ვეტერანმა კალათბურთელმა. ოდოროვიჩი ძალიან ცუდად გამოიყურება და მე მგონი დროა რომ ივო ჰოგერსაც მიეცა შანსი. გამყრელიძე შევიდა ვერ ჩააგდო. უცაიდი დიასი არესროლა ბენჟამინ უცაიდი მშვენივრად აჩვენა სროლა და ვერ ჩააგდო ენდვანით ბურთი. გამყრელიძე ჯარიმას ითხოვს კიდე იმ მომენტზე საუბრობს და მე მგონი უფრო აჯობებს რომ მორჩეს საუბარს რადგან შესაძლოა ტექნიკურსაც გამოკრას ხელი ბჭყალებში რა თქმა უნდა და ეს კარგი არ იქნება მისთვის ნამდვილად. 4 გუნდური ჯარიმა ოლიმპს წუთი და 20 წამი მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე ეს ბენჟამინ უცაიდის მომენტი და ტოდოროვიჩი დაჯარიმდა რომელიც ძალიან სუდად გამოიყურება ჯერჯერობით. მართებს მას ახლა როდესაც ცენტრის პოზიციაზე ხარ გიორგი დამეთანხმები რომ სამ ნაბიჯი უკაცრავად ორ ნაბიჯი და თუნდაც ფარქვეშ ბურთი უნდა ჩააგდო. რა თქმა უნდა. ჩავარდა ეს ბურთი. დაწინაურდა არმია, კვლავ წინ არის ოტატოკოშის გუნდი. 28 ორ გოლს იგებს არმია. წუთი და 15 წამი მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე. აქ ხედავთ გულისაბედაშვილია მოედანზე გამოსული 5 ნომრით. ტოდოროვიჩი. ასეც მონტენეგროველი ნახოთ. ავაჩეუტია გარბენი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ეს კალათბურთელი. ვერა და ვერ ხვდები ხა მართლა რაღა უნდა გააკეთოს მეტი ტოდოროვიჩმა რომ შეცვალონ. არ ვიცი შელბომი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ჩემი აზრია პირადად მაგრამ ჩვენ ხედავ ყველა ვხედავთ ხა რომ საშინლად თამაშობს და საშინლად გამოიყურება. ნუ ნახოთ როგორ იქნება ასე ვთქვათ შემდეგში რიჩარდსონი ბოლო წუთი მიმდინარეობს პირველ მეოთხედში ეს ბურთი არ ზვიად ბაბიაშვილი დაჯარიმდა. ჯარიმა შეტევაში ოლიმპის კალათბურთელები განაახლებენ შეხვედრას. ხედავთ ივო ჰოგერია თქვენს ეკრანებზე ჩეხი ცენტრი თუმცა ჯერჯერობით მოედანზე არ გამოსულა ჰოგერი. გამყრელიძე გულისაბედაშვილი სლუკა სამქულიანი არ ჩავარდა სამწუხაროდ ეს ბურთი ოლიმპისთვის და ბოლო შეტევა ალბათ არმიელები ბოლომდე გაითამაშებენ ამ შეტევას და ბოლო წამებზე დაასრულებენ. ფაქტია რომ ეს მეოთხედი დასრულდება არმიას უპირატესობით. საოცრება რა ხო თუ რაღაცა არ ჩაჭრეს ბურთი ან ასე შემდეგ რაღაცა უცნაური არ მოხდა. ჯარიმა გილერმო დიასზე. თუ არ ვხვდები სლუკა ჯარიმდება ამ შემთხვევაში იღებს პირველ პერსონალურს. რასაჭირო იყო ხა ხორვატი ლეგიონერი აღება რადგან ნუ უკვე 3 წამი რჩებოდა შეტევის დასრულებამდე და დიდი შანსი იყო რომ არმიას შედეგიანად ვერ დაესრულებინა. ეს შეტევა ასე კი გილერმო დიასმა პირველი საჯარიმო ჩააგდო და 3 ქულამდე გაძარდა თავისი გუნდის უპირატესობა. ვნახოთ მეორეს თუ გამოიყენა 4 ქულა იქნება ბუნებრივია. სხვაობა და 3 წამი დარჩება ოლიმპს. კომბინაციის გასათამაშებლად ძალიან ცოტა დრო არის. რა ხდება რიჩარდსონი ჯარიმდება. თუმცა გვერდითი ხაზიდან შემოიტანენ მეოთხე გუნდური ჯარიმა იყო. გამართლებული ჯარიმა ყოვლად. ასე თქვა რადგან წუთი და 6 წამი მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე. ტოდოროვიჩთან ეს ბურთი არ მიდის. გამყრელიძე საოცარი განაცემა გააკეთა ეს ხუმრობით რა თქმა უნდა 22-18 ჩვენი მოქმედი ჩემპიონი ჯერჯერობით ახლოს არის უახლოვდება ჩემპიონობას ამაზე ადრეა საუბარი მაგრამ ნუ ჯერჯერობით წინ არის 22-18 სერიაში 2-1 იგებს და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მეორე მეოთხედში. მცირე პაუზა და განახება ჩვენი რეპორტაჟი. ტრება შემდეგი სეზონისთვის და საბოლოო ჯამში ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ კიდევ ერთ ძლიერი გუნდის შემატებით ისე და ესე მოგებული რჩება ქართული კალათბურთი. უშემატკივარს
რაც უფრო მეტი მაღალი დონის ქალბურთელის მეტი მაღალი დონის გუნდის ხელის საშუალება ექნება საქართველოს ჩემპიონატში. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ბუნებრივია. ასე რომ ოლიმპის გამოჩენა ზოგადად საქართველოს არენაზე რა თქმა უნდა ძალიან კარგი მოვლენაა. და ნახოთ 2-1-ია სერიაში რა თქმა უნდა ოლიმპს ვერ კიდევ აქვს შანსი იმისა რომ შეგვეცა გაათანაბროს ამ დარაში ამისათვის კი ძალიან ზუსტი თამაშია საჭირო დაიწყო მეორე მეოთხედი. ბერიშვილი ჩვენივრად ითამაშა მიხეილ ბერიშვილმა და გიორგი ერთ რაღაცაში დაგეთანხმები რომ ეხა პირველი წრისთვის ძალიან კარგია ფინალი, მაგრამ ისეთი კალათბურთელებისთვის როგორიც არის გიორგი გამყრელიძე, როგორიც არის გიორგი ცინცაძე, როგორც არის წვრთნელი ბატონი გია კანაჯიანი, ეხა არ დაკმაყოფილებიან სიტყვაზე მხოლოდ და მხოლოდ ფინალი და აუცილებლად მაქსიმუმი, ასე ვთქვათ, მას მიზნად დასახული აქვს, დარწმუნებული ვარ ფინალში გამარჯვება. ჯერემი რიჩარდსონმა მოათავსა ორი ქულა და დააბრუნა ანგარიში, ასე ვთქვათ, სტატუს-კვო 24-20 იგებს. აი აქ შეესტომარია და ხედავთ იო ჰოგერი გამოდის მოედანზე, მოდი ხუთეულებზე ვთქვათ, როგორი ხუთეულებით რახან ჰოგერი შემოვიდა, ვთქვათ, რომ ჰოგერთან ერთად ჩამოვთვალოთ, ჰოგერი, გამყრელიძე, გულისაბედაშვილი, მილუტინოვიჩი და ბერიშვილი, ასეთია ოლიმპის ხუთეული, რაც შეეხება არმიას. გილერმო დიასი, რიჩარდსონი, თომასი, საყვარელიძე და შელბომი. პირველი პერსონალური ივო ჰოგერს უკვე შემოსვლის თანავე მიიღო ჩეხმა გიგანტმა პერსონალური და გიორგი ცინცაძე არ ჩანს არც სათადარიგოთა სკამზე. გასახდელშია მას და იგი და უჩენენ ეტყობა სამედიცინო დახმარებას მას და დიდი იმედია მე რომ იმედია შემოვა დაბრუნდება გიორგი ცინცაძე. ჩვენ მატჩის შესვენების დროს შევესწრებით გავიგოთ თუ როგორია გიორგის მდგომარეობა. ფაქტია რომ ამ წუთისთვის გიორგი არ არის მოედანზე. შელბომი დაჯარიმდა. ტრავმის შემდეგ რაც მან მიიღო შეხვედრის დასაწყისში. შესვენების შემდეგ აუცილებლად გეტყვით მე და გიორგი თუ როგორია ცინცაძის მდგომარეობა. იო ჰოგერი თქვენს ეკრანებზე ჩეხი ცენტრი ოლიმპის შემადგენლობაში, რომელიც შეასრულებს ახლა საჯარიმო კორცნებს. ჩააგდო პირველი იო ჰოგერმა. ხედავთ ოდნავ განსხვავებული მანერა აქვს ამ კალათბურთელს. ანუ ცენტრი აი ახლა მოვიდა ინფორმაცია რომ გიორგი ცინცაძე კარგად არის და გამოვა და დაბრუნდება მოედანზე სულ მალე. ძალიან კარგი. იო ჰოგერმა ორი საჯარიმო გამოიყენა 22-24, 8 წუთი და 35 წამი მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე. არმია უტევს ვილიამ ტომასი, ბენჯამინ ვუდსაიდი, ლავ თომასი, ენდვანი. ჩავარდა ეს ბურთი პირველი ორი ქულა თუ გამოიყენა საჯარიმო, პირველი სამი ქულა იქნება, რომელსაც შეეწერს ეს კალათბურთელი თავის არხებში. გუშინ სხვადასხვა ჯერემი რიჩარდსონმა 6 ენდვანი ჩააგდო. ბევრია ძალიან. თომასაც ჰქონდა რამდენიმე? თომას თვარსტების 3. თვარსტები. ძალიან ბევრია, მაინც ახლა ბევრია რა თქმა 9 ენდვანი იქ თვარსტები უცაიცად ჰქონდა. ზუსტად ასე ვთქვათ აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ ძალიან ბევრია. მაგრამ რთულია ამავდროულად ამ კალათბურთელებთან თამაში. აი ჩაჭრა ბურთი. მაგრამ როგორც ჩანს ხაზ დააბიჯა ფეხი რიჩარდსონმა, გადავიდა ეს ბურთი. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ზადამაჩალაძის გადაწყვეტილებას. თუ იქნება შესაძლებლობა რომ გავამეოროთ ეს მომენტი, მეც დავინახე რომ რიჩარდსონმა ხაზზე დადგა ფეხი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ზადამაჩალაძემ. გამყრელიძე პასი წინ ჰოგერი. ახოთ რასიზავს ჩეხი ცენტრი თომასია მის წინააღმდეგ. ცოტა დროზე უნდა ვილიამ ტომასი და ზემოდან ზემოდან დანკი დაასრულა ვილიამ ტომასმა. ესე დროს შეუჩერებელია ეს კალათბურთელი. ლეგიონერები არ გამოიყურებიან კარგად ოლიმპის შემადგენლობაში. ჰოგერის უყურადღებო თამაში და წინაზე როდესაც რიჩარდსონმა ჩაჭრა ბურთი მილუტინოვიჩის საშინელი გადაცემა. პირდაპირ ვთქვათ დასრულდა
უბრალოდ არ დასრულებულა არაფერი, რა თქმა უნდა, ტაიმაუტი აიღო ია კაზანჯიანმა. სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. შეგახსენებთ სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. 29-22 7 ქულა გაიქცა არმიამ. ოლიმპმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ამის შედეგად ასე ვთქვათ არმიელები გაიქცნენ. ივო ჰოგერი ისევ სადადარიგოთა სკამზე რჩება. ეს ეკრანებზე კი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარჯალაშვილი, იქვე ოლიმპის ხელმძღვანელობა, ასევე გულშემატკივრები. კედავ კრავად არის ეს გულშემატკივარი თბილისის სპორტის სასახლეში. ერთ დროს ძალიან პოპულარული რეპერი ლექსენი. ლექსო გავთარაძე, ლექსენი, რა თქმა უნდა ლექსენით უფრო იცნობენ მას. უნდა კარგია რომ კალათბურთი ყავს გულშემატკივარი და კიდევ უფრო კარგი იქნება თუ უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება. თამაში განახლდა გამყრელიზეა ბურთით უცაიდი მისი დაამბეთ. 5:45 წამი მატჩის მეოთხედის დასრულებამდე. მე შევცდი ჰოგერი დაბრუნდა მოედანზე, არ დარჩენილა სადადარიგოთა სკამზე და ველოდები გიორგი ცინცაძეს, რომელიც 3 წამია დარჩენილი, ხორცნა საჭირო, ვერ მოასწრებენ. ასეც მოხდა ამდენჯერმე ძალიან ხშირად მოხდა წინა თამაშებშიც, როცა ოლიმპი ვერ ჩაეტია 24 წამში. ეს არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს დაცვაში ძლიერ თამაშს, ასეთ არმია. ძალიან რთულია, როდესაც რიჩარდსონი და ტომასი ეთამაშებიან დაცვაში, ასევე ბენჟამინ უცაიდი, ანატოლი ბოისა, აქ 9 ნომერი თვიმსაძე არის მოედანზე გამოსული. არმია შემადგენლობაში. რა კარგი კომბინაცია და ნახოთ, სამიანი ზუსტი. სამკულიანი დაასრულა კვიმსაძემ. რა კარგი კომბინაცია იყო და მეთანხმები გიორგი. ძალიან კარგი, 10 ქულა ასპაობა უკვე. ნელ-ნელა უფრო აშკარა ხდება არმიას ინტერესობა. ნახოთ, რა დაუპირისპირებს მას ცინცაძის გარეშე მოთამაშე ოლიმპი. ანატოლი ბოისა პირველი პერსონაჟი. ფოტოში შეასრულებს საჯარი მოწყორცნებს ამ შემთხვევაში. ეს კი გია კაზანჯიანი ოლიმპის თავარი თქმეთ ეკრანებზე. არმიის თამაში დღეს როგორც ხედავთ საჯარი მოწყორცნებსაც ვერ აგდებენ ოლიმპის კალათბურთელები. პირველი კორსნა არაზუსტია მეორეც. თუმცა იქ მაკაკო პატაძე მიანიშნებს რომ უილიამ ტომასი დაჯარიმდა. თუ არა, საერთოდ პუტუსი ისვის თავიდან. თავიდან ასრულებს ბურთს. უყურებთ რაღაც ხარვეზე. ვერა. რაც არ უნდა თავიდან ასრულინო, ვერ აგდებს და რაკნასიღა. 10 ქულა გაიქცა არმია და ძალიან ბევრია ეს ამ გუნდთან, რადგან ძალიან კარგ დაცვას თამაშობს და რთულია ამ ხელა ჰანდიკაპის ასე ვთქვათ აღმოფხვრა. ნახოთ. საიდი. მით უმეტეს ჯერჯერობით გიორგი ცინცაძის გარეშე. ანატოლი ბოისა სამიანი გაუშვა, მოუვარდა. დარჩა მაინც გულსაძემ რა კარგად ითამაშა ეხა და თომასმა როგორ დაიშეინარჩუნა ეს ბურთი აი კვიმსაძემაც როგორ შეინარჩუნა. რიჩარდსონის მშვენიერი პასი კვიმსაძე ვერ ჩააგდო და დაჯარიმდა ბერიშვილი. ძალიან ცუდად თამაშობენ საკუთარ ფარზე. არ შეიძლება ეხლა როდესაც თან 10 ქულას აგებ. ფარზე ყურადღებით უნდა იყო, მე მგონი თუ თამაშს მოგება გინდა. ოლიმპს ჭირდება ასე ვთქვათ კალათბურთელი ან კალათბურთელები, რომლებიც აიღებენ საკუთარ თავზე თამაშს რაღაცნაირად ესეთი კალათბურთელი მას პირდაპირ ვიტყვი მე, რომ ყავს ორი. კი. და ორივე ნაკრების გამთამაშებელი გამყრელი და ცინცაძე. ცინცაძე ჯერჯერობით არ არის შეგახსენებთ ვინც ეხლა შემოგვიერთით რომ ტრავმა მიიღო მან მატჩის დასაწყისში და ჯერჯერობით ვერ გაჩრა გამყრელიძემ ჯერჯერობით ვერ ახერხებს იგი მატჩის გაგრძელებას, ხოლო გიორგი გამყრელიძესაც შეეხება, მოდი თქვა ჯერჯერობით რომ გიორგი კარგად ვერ გამოიყურება.
4 ქულა აქვს გამყრელიძეს. ჰოგერი გადიდა, ტოდოროვიჩი შემოდის. ტოდოროვიჩი, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა დღევანდელ შეხვედრაში და მაინც ასე თქვა დააბრუნა. იაკაზანჯიანმა უნებრივია მისი გადასაწყვეტია და მისი პრეროგატივაა. ნახოთ. ეს არის ფინალური სერია, უნებრივია ეს თამაშებში მაქსიმუმი უნდა ჩადოს კალათბურთელმა. ამის შესაძლებლობის. გილერმო დიასმა მიიღო პირველი პერსონალური შენიშვნა და გაკვირვებული სახით შეხედა მანსაც. როდესაც პერსონალური მიიღო ნიკოლა ტუტუსი, ბოისა ეთამაშება, ძალიან ცუდად ითამაშა ტუტუსმა და მთელი თამაშია ეხა მოსაბეზრებელია, მეც არ სიამოვნებს და შენც არ სიამოვნებს დამეთანხმები ალბათ რომ ვლაპარაკობთ აი გაუთავებელ შეცდომებზე ოლიმპის შესრულებით. არ შეიძლება ფინალურ სერიაში ასეთ გადამწყვეტ მატჩში, როდესაც აგებ და ყველაფერი რჩება შენთვის ამდენი შეცდომის დაშვება შელბომი პარქვეშ ტოდოროვიჩი ამოსნა ეს ბურთი. ესე მარტივად არ უნდა შეუშვა. ეხლა ახლა ვერ ჩააგდო მართალია შელბომმა, მაგრამ ნუ გამყრელიძე ტოდოროვიჩის საშუალო სადესროლა სადაო მშვენივრად იმსაჯა ეხლა მაგა კუპატაძემ ნამდვილად სადაო იყო. აი ნახოთ ეს მომენტი გამეორებით. აი ნახოთ. კი, ბუნებრივია სადაო მომენტი იყო ეხლა აქ და თუმცა ხედავთ რომ ბურთი რა თქმა უნდა სადაო შემდეგ დარჩენილიყო არმიას, რადგან მეოთხედი დაიწყო ოლიმპმა. უცაიდი გაუშვა სამიანი, ვერ ჩააგდო ბენჟამინ უცაიდმა. ბურთი მოხსნა ტოდოროვიჩმა. ნუ ცოტა გამოსწორდა იგი იმ მხრივ რომ დაცვაში ხსნის ბურთს. გამყრელიძე შევიდა და დაჯარიმდა ვინ? ბენჟამინ უცაიდი. სავარაუდოდ უცაიდმა მიიღო. საოცრად თუ შელბომი აფარებდა. შელბომი. უცაიდს მეუღია. ნახოთ ეს მომენტი გამეორებით. საოცარი რეაქცია იყო მისი, აი ნახოთ. აი გამორჩა კაცი. ძალიან კარგი კალათბურთელი და კარგი ადამიანი. აუცილებელია ახალგაზრდობის ჩაგდება იმისათვის რომ ოდე დუღუში ადამიანი რომელიც ყველაფერს იგებს. მართალია არ აქვს დიდი გამოცდილება, მართალია მისთვის პირველი წელია როგორც წნელის და არ ეწყინება ეხლა რომ ვიძახი რომ არ აქვს გამოცდილება, მაგრამ რაც არის ალბათ იმას ვამბობთ, მაგრამ ოდე დუღუში ყველაფერს იგებს აბსოლუტურად, რო არ ჩავთვალოთ წინა შეხვედრა, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მეორე მატჩი ამ სერიის. უცაიდი ბოისა სამიანზე ჩააგდებს, ვერ ჩააგდო, ამოუვარდა შელბომი ფარზე და სად იყო ტოდოროვიჩი. ნუ ეს ადამიანი ახლა ცენტრზე დგას და ფარქვეშის გარდა ყველგან იდგა. შედეგით სახეზე გვაქვს, ხედავთ. გიორგი გამყრელიძეს მესამე პერსონალური შენიშვნა არ არის გიორგი ცინცაძე. საშინლად გამოიყურება ოლიმპის ლეგიონერების ასე ვთქვათ სია და სხვაობა არის უკვე 9 ქულა მართალია, თუმცა მთელი თამაში წინ არის, ასე რომ მთელი თამაში წინ არის, მაგრამ პერსპექტივაც არ ჩანს. დამეთანხმები გიორგი. ამდენი შეცდომით და ძალიან რთულია, ვერ დაგეთანხმო მართლაც. და მე თუმცა ესე რომ პირდაპირ ვიტყვი და ჩაუვარდა ეს ბურთი ანატოლი ბოისას გადააგდო მან ბურთი, რადგან რო გაეჩერებინა ერთი ნაბიჯის გარმეს აკეთებდა და ჯარიმა შეტევაში ვიზე. ივან ტოდოროვიჩი უკომენტარო დავტოვებ უკვე მე ამ კალათბურთელის თამაშს. რა უნდა დავამატოთ გიორგი? ძალიან გული მწყდება მე პირადად რომ ასე უფერულად გამოიყურება ოლიმპი პირველ ტაიმში, მაგრამ გილერმო დიასის სამიანი ვერ ჩააგდო. მაგრამ იმეც ვიტოვებ ისევ გიორგი გამყრელიძის ხარჯზე, ისევ სნაიპერი, აი გიორგი გამყრელიძე რა ლამაზად შევიდა, აი ეს არის საჭირო. 25-34 9 ქულა სხვაობა და საუბრობდი მე მეორე ტაიმზე უკვე და აჩემ აზრზე, ასე ვთქვათ, მეორე ტაიმში და
იმეც ვიტოვებს გიორგი გამყრელიძე რო ითამაშებს კარგად და იმეც ვიტოვებ რომ მიხვდება ივან ტოდოროვიჩი რომ იგი დგას ცენტრის პოზიციაზე და უნდა ჩაკეტოს ფარქვეშ. ნუ აღარ შეიძლება უბრალოდ ეხლა მთელი რეპორტაჟი ვერ ვილაპარაკებთ ამაზე, მართლა საზაცილო ხდება უკვე. არ შეიძლება ესე თამაში, ნუ არ ვიცი. და რა ბურთებს ვერ აგდებს მეტოქის ფარზე. გიორგი ცინცაძე გამოჩნდა აქ. აი ხა სად იყო ტოდოროვიჩი? ევენება გადაეკიდავ ეხა ვიღაცა იტყვის ჩემზე, მაგრამ უჩესვენება აიღო გია კაზანჯიანმა, შევისვენოთ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. შეგახსენებთ რომ სუპერლიგის მატჩების სპონსორია ევროპა-ბეთი, ჩვენების სპონსორი გიორგი ცინცაძე დაბრუნდა ლევან როსტოშვილი, იგივე როსტოს თქვენს ეკრანებზე. ოლიმპმა აუცილებლად უნდა გამოასწოროს თამაში მეორე ტაიმში. ნამდვილად აკრია ესეთი თამაში ძალიან აუჭირდება გუნდს ლევანოს შეხვედრაში. ეს არის ფინალური სერია კი ის პერიოდია, როდესაც მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო სეზონის ბოლო, ასე ვთქვათ, ბოლო ეტაპი დგას. ფაქტიურად, რა ფაქტიურად ყველაზე განუწყვეტი მატჩია სეზონში. უნებრივია, რა თქმა უნდა. არმიას აქვს, რა თქმა უნდა, მეტი мотиваცია წინა თამაშის შემდეგ. წესით გიორგი ბოდიში გაწყვეტინებ. რა თქმა უნდა, გუნდი ხდება ჩემპიონი. ბოდიში გაწყვეტინებ და წესით ოლიმპს უნდა კონდეს უფრო მეტი мотиваცია, რატომ? გუნდმა წააგო 40 ქულა ფინალში, ეს არის შეურაცხყოფელია ალბათ გუნდისთვის დამეთანხმები. ძალიან ისეთ რთული ასატანია ფსიქოლოგიურად, როდესაც ფინალში აგებ 40 ქულას. როგორც იქნა ფარქვეშ ილიცა მილუტინოვიჩი თამაშობს, კარგად ტოდოროვიჩი კამზეა, დაიმსახურა მან ჭყალებში, რა თქმა უნდა. გამდეშობა ნახოთ 2 წუთი და 28 წამი მატჩის მეორე მეოთხედის დასრულებამდე. ელემენტარულად კიდევ იმიტომ უნდა კონდეს ოლის მეტი мотиваცია, რომ ამას თუ წააგებს, ყველაფერი რჩება მისთვის და თუ მოიგებს, თუ არ მიაწააგებს, სიტყვას ნუ ერთი მატჩი აქვს მაინც რიჩარდსონი. სათამაშო რიჩარდსონი. ჯერემი რიჩარდსონი. სირენასთან ერთად. ზედიზეთ მეორე თამაშია არმია. აჩვენებს ფანტასტიკურ თამაშს. უტუსმა უპასუხა ნიკოლა ტუტუსი. 30-41. რიჩარდსონმა როგორც გუშინ დღესაც მშვენივრად აჯობა სირენას და უილიამ ტომასი ჩამოგლიჯა ფარი არმის მე-10 ნომერმა. 10 ნომერი ფაქტიურად შეუჩერებელია. ვერ ერთი კალათბურთელი მას ვერ აღშენებს ფინალურ სერიაში. ფიზიკურად რა ძლიერია. ჯარიმა აი ნახოთ ეს მომენტი განმეორებით, ძალიან ეფექტური პასი და ასევე ეფექტური თამაში უილიამ ტომასი. 10 ნომერი არმიას შემადგენლობაში. ფანტასტიკური კალათბურთელია მართლაცო. მარტი მიხეილ ბერიშვილი ასრულებს საჯარიმო კორცენს. ვერ ჩააგდო სამწუხარო. ასანანია რომ საჯარიმოს ხაზიდანაც აქ უნებრივია ოლიმპის კალათბურთელები ნერვიულობენ. ვერ მოუძებნეს ვერანაირი ასე ვთქვათ გასაღები ოლიმპის ესეთ არმიელთა ესეთ ეფექტურ თამაშს შეუჩერებელია ეს გუნდი ფაქტიურად ზონიდან, შორეული დისტანციიდან, ფარქვეშ, ჰურნაბიჩი, ყველა კომპონენტში არმიელები ახერხებენ მეტოქის დაჯაბრვას და ეს ინდივიდუალური მოქმედებები ოლიმპის მხრიდან საკმარისი არ არის იმისთვის, რომ აი ამ შეხვედრაში ასე ვთქვათ, გათანაბრდეს თამაში. ხედავთ, რომ
მეორე პერსონალური შედის არმია სასრულობას. 14 ქულას იგებს უკვე, წუთი რჩება, ხედავთ და 1 წამი მატჩის მეორე მეოთხეის დასრულებამდე. 12 ქულა აქვს უკვე რიჩარდსონს, არმიას შემადგენლობაში ეს არის ყველა შედეგიანი კალათბურთელი მოედანზე. და რიჩარდსონი ახლა ასრულებს საჯარიმო ხორცნებს და ასე ვთქვათ კიდევ უფრო აგროვებს და ზრდის საკუთარ მაჩვენებლებს. დღევანდელ შეხვედრაში 46-31 ქულა სხვაობა. 16 ქულა უკვე სხვაობა. და ძალიან რთული ამოწმანის წინაშე დგას ოლიმპი. მით უმეტეს რომ აი როგორც ითქვა, ირაკლი შენ როგორც თქვი, არ ჩანს ვთქვათ ოლიმპის მხრიდან. ესეთი თამაში ხა როგორ შეიძლება, ნუ მეტი ყურადღება საჭირო, მეტი მობილიზება. ძალიან სურს მე პირადად უკვე რომ აღარ ვილაპარაკოთ მე და შენ ოლიმპის სუთ თამაშზე და ოლიმპი ჩააგდო ხა. ლუკამ კი ნამდვილად ესეთი შესვენება არ იშვიათი გუნდი. მცირე პაუზა დღევანდელ შეხვედრაში. სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. დიახ, ევროპა-ბეთი სპონსორი ტრანსლაციისა შეგახსენებთ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრას ვადევნებთ თვალყურს. ფინალურ სერიაში ანგარიშია 2-1, არმია ამარცხებს მეტოქეს. იცით რომ ფინალური სერია 3 მოგებამდეა. დღეს თუ გაიმარჯვებს არმია გახდება საქართველოს ჩემპიონი. ზედიზედ მეორედ. დიახ. ხოლო ოლიმპის გამარჯვების შემთხვევაში მეხუთე მატჩი დაინიშნება 25 მაისს. ჩვენ აუცილებლად გეტყვით დაზუსტებულ ინფორმაციას შესვენებაზე. გიორგი ცინცაძე შეძლებს თუ არა ბოლო გაგრძელებას მატჩის, რადგან ერთი ინფორმაცია იყო ასეთი, რომ გააგრძელებდა, შემდეგ აგერ უკვე საფრანგეთის კამზეა და ჯერჯერობით არ შემოდის. ნუ შეიძლება ფაქტია რომ რახან გიორგი მოედნის მიღმა იყო გასული, როგორც ჩანს იქ არ მოუშვეს მას დახმარება. შეიძლება ინახავს მეორე ტაიმისთვის უკვე. ახლა ხედავთ რომ გიორგი ის სკამზე იმედია მას მოედანზეც ვიხილავთ დარჩენილ დროში. რიჩარდსონი ამასობაში უცაიდი შორიდან ყველაფერს აგდებს არმია. 50-23 17 ქულა. ეს გუნდი ხოლო ოლიმპის რიგებში არ ჩანს კალათბურთელი, ვინც ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს გუნდს. ტოდოროვიჩი აგრძელებს. მიუტინოვიჩი იყო ეს ვერ ჩააგდო. დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი 50-33 არმია ანადგურებს ოლიმპს და ოლიმპმა თუ არ გამოასწორა თამაში მისთვის სეზონი დღესვე დასრულდა. ჩააგდო 2 ქულა 50-35 ამარცხებს 35-ს ამარცხებს მეტოქეს. ნუ პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა არმიამ ოლიმპი. ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მაქვს ოლიმპის გულშემატკივრებისთვის. ვეღარ ითამაშებს გიორგი ცინცაძე და ეს ძალიან დიდი პლუსია არმიისთვის და ძალიან დიდი მინუსი პირიქით ოლიმპისთვის. სამწუხაროდ გიორგის ტრავმა როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში არ არის ძალიან სერიოზული, მაგრამ ფაქტია რომ დღევანდელ შეხვედრას გიორგი გამოტოვებს. რაც ესეთ მომენტში ბუნებრივია ოლიმპისთვის კიდევ უფრო ეს ართულებს სიტუაციას. შეგახსენებთ რომ მატჩს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი, ხოლო მას თქვენთვის გიორგი ჭანიშვილი და მე ირაკლი აბაშიძე უძღვებით. გუნდების ხუთეულები ასეთია: კვიმსაძე, შელბომი, უცაიდი, რიჩარდსონი და ტომასი. და შეეხება ოლიმპს საოცრად ცუდი დაცვა ითამაშეს, ეხლა და შელბომმა მოხსნა ბურთი. მილუტინოვიჩი, ნანიტაშვილი, გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამჯერად კვიმსაძე მოხსნა ბურთი. გამყრელიძე, მილუტინოვიჩი, ნანიტაშვილი, ტოტოსი და ბერიშვილი. ბურთის მოხსნაზე დავიწყე საუბარი და ვიტყვი რომ არმია დღეს ძალიან უკაცრავად ოლიმპი ძალიან ცუდად გამოიყურება ფარზე. ვერც ტოდოროვიჩი და ვერც მილუტინოვიჩი ვერ თამაშობენ კარგად დაცვაში. ფარი არმიამ 19-12 მოუგო მეტოქეს.
და თუ ასე გაგრძელდა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ყველაზე მეტი მოხსნა 3 ქონდა ზვიად უკაცრავად 4-4 მოხსნა ქონდა ვილიამ ტომას და იოაკიმ შელბომს. მილუტინოვიჩი გაუშვა, ვერ ჩააგდო, ვერაფერს ვერ აგდებს მილუტინოვიჩი. ძალიან ბევრი არაზუსტი შეტევა ხედავთ ოლიმპის კალათბურთელების შესრულებით. რიჩარდსონი აი აქ შეინარჩუნეს ბურთი ოლიმპის კალათბურთელებმა გამყრელიზე გადადის მეტოქის ნახევარზე 52-ით 35. გამყრელიზე ფაქტობრივად მარტო თამაშობს ეს კალათბურთელი. ტუტუსი კარგად ჩამოიტოვა მეტოქე და აი აქ გააზრებული ძალიან კარგი კომბინაცია როგორც იქნა. ასე ვთქვათ, გათამაშდა კომბინაცია, რომელიც დასრულდა შედეგიანით ხორცნით 37-52. რიჩარდსონი კლავ ამერიკელი ლეგიონერი, ამჯერად კი იოაკიმ შელბომი უტევს, არ ჩავარდა ეს ბურთი. გამყრელიძე მოხსნა, არ დაუთმო არავის. შეინარჩუნა ეს ბურთი გამყრელიძემ, თავად შეუტია, ხორცნა. ჩააგდო, აი ესე ზუსტია, გამყრელიძე. გააკეთოს გიორგი, მე მგონი რომ თავის თავზე აიღოს თამაში და შეეცადოს როგორ შორის გამყრელიძე ყველაზე შედეგიანია ოლიმპის შემადგენლობაში 11 ქულა აქვს მას. რაც შეეხება არმიას, აქ 14 ქულა აქვს ჯერემი რიჩარდსონს და აი ამ კალათბურთელს, რომლის შეჩერება შეუძლებელი არის უკვე. ვილიამ თომას 9 ქულა აქვს მას. ბენჯამინ უცაითან ერთად. ნანიტაშვილია ბურთით. ერთ-ერთი სათადარიგო კალათბურთელი ოლიმპის შემადგენლობაში ბუნებრივია სენსაციის მოედნიდან გასვლის შემდეგ. აი აქ შეინარჩუნა მილუტინოვიჩმა ეს ბურთი. ტუტუსთან თითქოს დაიკარგა თავიდან, ესე ჩანდა რომ ეს ბურთი დაკარგა ოლიმპმა, მაგრამ მოხერხდა ამ ბურთის შენარჩუნება, გრძელდება ოლიმპის შეტევა. ბერიშვილი ძალიან რთული პოზიციიდან ჩავარდა. შედეგიანია დღეს ბერიშვილის 9 ქულა არის უკვე მის აქტივში. სხვაობა კი შემცირდა 13 ქულამდე. ნახოთ გადამწყვეტი მესამე მეოთხედი, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ძალიან რთულ სიტუაციაშია ოლიმპი, ძალიან რთულია ესე დროს. სიტუაციის შემოbrunება. 13 ქულა მართალია არ არის ძალიან ბევრი, თუმცა აი ასეთ სიტუაციაში ნუ არმიასთან გიორგი მაგას ვამბობ ზუსტად ამ სიტუაციაში ურთულესი მით უმეტეს როდესაც მომენტია. ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი არ ყავს და ასევე არ მიზდით თამაში გუნდის ლეგიონერებს. რიჩარდსონი ანვითარებს საკუთარი გუნდის იერის. შემდგომ ვუდსაიდი თავად შეუტია, ალბათ დაუტოვებს ბურთს იქით თომასმა. არაზუსტად ხორცნა, აქ ბაბიაშვილმა კი შეინარჩუნა ეს ბურთი, მაგრამ დრო გავიდა შეტევის 24 წამი, რადგან ფარს არ მოხვედრია ბურთი არმიის კალათბურთელების მიერ ნარტყოცნი და რა თქმა უნდა ბურთი დარჩა ოლიმპს. ბერიშვილი ჯარიმა, რა თქმა უნდა ჯარიმა იყო. რა თქმა უნდა. მიხეილ ბერიშვილი ეხლა საჭიროა რომ იგივე წურჩესვენება არმიას. მცირე პაუზა პრომო შეხვედრაში 41-54 13 ქულას იგებს არმია. სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. დევით პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ რომ ევროპა-ბეთი წარმოგიდგენთ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას 54-51 13 ქულა სხვაობა. ოლიმპი გიორგი ცინცაძის გარეშეა, აგებს ამ შეხვედრას 13 ქულით, აგებს სერიას 2-1. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ოლიმპი. თუმცა უნდა ვთქვათ აი ისეთ მამინდოდა რომ აი ასეთ მომენტში უფრო თავისუფლად უნდა ითამაშოს გუნდმა. უნებრივია, მოდით ვიყოთ ობიექტურნი, ამ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი პლუსები არმიას მხარეს.
თუნდაც რომ შევადაროთ ეს ორი გუნდი ერთმანეთს, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ოლიმპიკ ჩემპიონატის დებიუტანტი გუნდია, ახლა შექმნილი გუნდია. და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ კარგი სიტყვები შეიძლება დავუშვათ აი ამ გუნდისთვის, რომელიც შეიმატა საქართველოს ჩემპიონატს. ვთქვათ, გააძლიერა რა თქმა უნდა ჩემპიონატი, ფინალში გავიდა გუნდი და მოწინააღმდეგე მხარეს გაცილებით უფრო ვთქვათ, მაღალი მიზნებისთვის, მოდი ასე დავარქვათ, მებრძოლი არმია, შესანიშნავი გუნდი. და აი ამ შემთხვევაში თან ლიდერის არ ყოფნაში ალბათ ოლიმპის კალათბურთელებს უფრო თავისუფლად თამაში მართებთ, უფრო მათ აი თქოს რაღაცნაირად ეს დაძაბულობა უნდა მოეხსნათ. წინ სეზონის შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ბოლო, ერთ-ერთი ბოლო თუ არა შეხვედრა არის, ასე რომ ნინიტაშვილი მეორე პერსონალური შენიშვნა. აი ეს დაძაბულობა, ეს ნერვიულობა ძალიან უშლის ხეს კალათბურთელებს ამ შემთხვევაში. და თუ აი ყოველივეს მოიხსნიან კალათბურთელები, საკუთარ თავზე უფრო მეც აიღებენ, ბუნებრივია. აცილებით უკეთესი იქნება. ამასობაში თითქმის 5 წუთი გავიდა უკვე მატჩის მესამე-მეოთხედში. 12 ქულაა სხვაობა. აი რიჩარდსონზე ჯარიმა შეტევაში. და ნახოთ გამყრელიძე, ანიტაშვილი. უცაიდია ახალგაზრდა ანიტაშვილის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში ტუტუსი. ბერიშვილი ძალიან ბევრია დამოკიდებული ახლა მიხეილ ბერიშვილზე. მილუტინოვიჩი რაღაც ხო უნდა ჩააგდოს ამ კალათბურთელმა, ჩააგდო 10 ქულა. 10 ქულა, 8 ქულა აქვს მილუტინოვიჩს, პირად აქტივში 11 ქულა გამყრელიძეს, 10 ქულა ყოჩაღ ოლიმპს. ბერიშვილს. კი. ოლიმპია აი მეოთხედის დასაწყისი. ხედავთ რომ 10 ქულამდე ჩამოვიდა სხვაობა. ნახოთ მოგუმატებს თუ არა არმია დაცვაში, მიწუთასვე იქნება პრობლემები. უცაიდი შორიდან. რა შეიძლება ითქვას? რა უნდა ქნანო ამ კალათბურთელის წინააღმდეგ? ყველაფერს ასე ვთქვათ აკეთებს არმია იმისათვის, რომ დაიკარგა ეს ბურთი. მცირე აი თვითონ პატარა რაღაც ნაპერწკალი იყო მატჩის შემოbrunების. გამოჩნდა, მაგრამ უცაიდის ეს სამქულიანი და ახლა თუ კიდე შედეგიანი შეტევა განახორციელა არმიამ, აქ ნანიტაშვილი ჯარიმდება. ვარსდებით. არა. კი, ნანიტაშვილის მესამე პერსონაჟი. კი ბატონო. 4 გუნდური ჯარიმა. უბრალოდ დიდი დრო არ გაუტარებია მას მოედანზე და გამიკვირდა, რომ ეს მესამე პერსონალური თუ იქნებოდა არ მეყონა მისთვის 100 თუ ისე საჯარიმოებს ასრულებს. ბენჯამინ უცაიდი აგროვებს ქულებს, 13 ქულა აქვს უკვე ამერიკელ უკანა ხაზელს. 4 წუთი 42 წამი, აი არმიას დარჩა ეს ბურთი ისევ და ისევ. რა უნდა ითქვას? მეტოქის ფარზეც მოხსნებშიც დომინირებს გუნდი. და ძალიან რთული ამოცანის წინაშე კიდევ ერთხელ ია კაზანჯიანის კალათბურთელები. საყვარელიძე დიასი სამიანი არ იყო, ეს ორქულიანი იყო, ხაზე დადგა ფეხი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან საინტერესო ტრაექტორია თუშოს ხომ დიასე ბურთებს. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ უკვე. ეგრეთ წოდებული პარაშუტით მიდის ბურთი, გამყრელიძის საშუალო ვერ ჩააგდო სამწუხაროდ და ძალიან რთულია უკვე საუბარი იმაზე, რომ ოლიმპი შეძლებს შემოაბრუნებს ამ თამაშის მართულებას. თავის სასარგებლოდ 54 ქულაა სხვაობა და არ ჩანს მართლაც აი ეს ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ შეხვედრაში გიორგი ამაზე, რომ რაღაც ნაპერწკალი იმისი, რომ გარბენი სამწუხაროდ გამყრელიძე ძალიან ბევრს ცდილობს ეს კალათბურთელი, მაგრამ რთულია. არმიას წინააღმდეგ ფაქტობრივად მარტომ გაარღვიო ეს დაცვითი ბარიერები, რასაც ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ეწირება ოლიმპის იერიშები. თომასი
ფარქვეშ. შესანიშნავია ეს კალათბურთელი. ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს ეს კალათბურთელი ფინალურ სერიას. უილიამ თომას 11 გოლ აქვს უკვე მას. სლუკა სამიანს გაუშვებს აუცილებლად და ვერ ჩააგდო. ილენო დიასმა მოხსნა ბურთი 44-60 ბენჟამინ უცაიდი ზვიად ბაბიაშვილი. მორიგი ორი ფულა. დააწუჩეს ვენა და მორიგი. ძალიან უჭერს ოლიმპს. სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. გრძელდება ჩვენი რეპორტაჟი შეგახსენებთ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერია, სუპერფინალი. მეოთხე მატჩი არმიას და ოლიმპის მონაწილეობით სერიაში ანგარიში 2-1-ია, 3 მოგებამდეა სერია და მის თავიდან ვიყურებთ მატჩის პირველი წუთებიდან. აგვეთანხმებით ალბათ რომ არმია ძალიან ახლოს თამაშიდან გამომდინარეც რა თქმა უნდა და ანგარიშს ამაზე მეტყველებს ძალიან ახლოს დგას სტოღოშის გუნდი გამარჯვებასთან, ჩემპიონობასთან. 2 წუთი და 59 წამია მატჩის მესამე-მეოთხე დასრულებამდე დარჩენილი. 18 გოლა სხვაობა 62-44. ოლიმპი თამაშობს გიორგი ცინცაძის გარაშე, რომელსაც ტრავმა მიიღო მატჩის დასაწყისში. სამწუხაროდ აღარ გააგრძელა გიორგიმ თამაში. როიდანზე კი რა ხდება, ვხედავთ რომ კვლავ იდია წუნი. ეგრეთ წოდებული თურნოვერი. მე მგონი ისევ ტოდოროვიჩი დაბრუნდა მოედანზე და კვლავ შეცდომა. გიორგი ცინცაძე იყო თქვენს ეკრანებზე, ძალიან დამწუხრებულია. შესანიშნავად ჩაატარა ამ კალათბურთელმა ის მატჩი, რომელსაც ოლიმპმა გაათანაბრა სერიაში ანგარიში 69-67 გაიმარჯვა. ეს ბურთი სწორედ ცინცაძემ ჩააგდო. ეს იყო ერთადერთი მარცხი, რომელიც არმიამ იწვნია ამ სეზონზე საქართველოს ჩემპიონატში. და როგორც ჩანს, ეს მარცხი იქნება ერთადერთი. ამყრელიძე. მაგრამ ის თქვა რომ 30-ში სუპერთასი იქნება და იქაც არ აქვს არმიას თუ მოიგო ეს შეხვედრა გარანტირებული გამარჯვება აქვს. ბურთი დარჩა ოლიმპს. ორი წუთი და 4 წამი მატჩის მესამე-მეოთხე დასრულებამდე. მიხეილ ბერიშვილი ბოისა ამის წინააღმდეგ. გულისაბედაშვილი სამქულიანი ჩააგდო, შვენივრად ითამაშა. 47-64 საინტერესოა. აი თქვენს ეკრანებზე კაზანჯიანია, მანამდე გულისაბედაშვილი იყო, მიხილეთ მისი შორეული სამქულიანი. 47-64 ყვიმსაძე, ბოისა, სლუკა ძალიან ადვილად მოატყუა და დაჯარიმდა გიორგი გულისაბედაშვილი. დიახასია ნამდვილად. გულისაბედაშვილი პირველი პერსონალური. შენიშნა გულისაბედაშვილს. აკი რიშარდსონია თქვენს ეკრანებზე, რომელიც დაბრუნდა მოედანზე. შეცვალა მან ირაკლი საყვარელიძე, ბოისაკი ასრულებს საჯარიმოდ ხორცნებს. სუსტია პირველი, ბოისა. სანგარიზე დღეს 7 ქულაა. ვაკულა უკვე აქტიურია ბოისა ფინალურ სერიაში. გამყრელიძე საშუალოს ესვრის, შვენივრად ითამაშა. აქ შეგომას ლუკას კრახელი და არ შეიძლება ეხა გამწვავება. მართალია, ნერვებია, მართალია, ფინალს თითქმის წაგებული აქვს ოლიმპს, მაგრამ არ შეიძლება ეხა უბრალოდ სპორტული ამბავია.
უხეშად რო ვთქვათ. აქ თუ არის საშუალება იქნებ რეჟისორს ხოლო გაგვიმეოროს ეს მომენტი. ჩვენ ალბათ გამოგჭას ლუკა აქ მეუთითებს იმაზე რომ იდაყვი აი ნახოთ შელბომი არ ჩანს ეს მომენტი, ხედავთ აი ეს მომენტია ლუკა და შემდგომ ამ მომენტის შემდეგ მოხდას ლუკას თუ არ ვსწრები, აი აქ წაკინკლავდნენ, დიახ, აი წაკინკლავდნენ შელბომი და ლუკა. და ნახოთ ამ შემთხვევაში ესეთი რამე არ შეიძლება ეხლა რა შელბომმა გააკეთა. მე პირადად რო ვიყო მარჩეს არბიტრი, მინიმუმ ტექნიკური დავასაჯუქრებდი ბჭყალებში, იმიტომ რომ ნიგიტას ლუკას დისკვალიფიკაცია მიცეს და გააძევეს დღევანდელი მატჩიდან. რადგან ხელი კრა მან შელბომს ჩანს და შემდეგ რა თქმა უნდა კი გამოხატა ჭყალებში ვთქვა ტკბილი სიტყვა ნამდვილად არ უთქვამს არავისთვის, არც საჯებისთვის და არც შელბომისთვის, მაგრამ გიორგი ეხლა ვთქვათ ობიექტურად რომ შელბომმა აშკარად იდაყვი ჩაარტყა სახეში. ესეთი რამე არ შეიძლება სპორტში. მაგალითს მოვიყვან მეთა ვორლდ პისი, იგივე რონ არტესტი, ვინც არის ის ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე, აქ ლუკა გავიდა. ვინც არის ის, მან იდაყვი ჩაარტყა ჯეიმს ჰარდენს თავში. რა თქმა უნდა, უფრო უხეში იყო, მაგრამ ფაქტი იგივე იყო. და შემდეგ აი თუ გამოჩნდება უბრალოდ ამ მომენტში, ეს მომენტი ამის შემდეგ მოხდა. აქ არ ჩანს ეს აი ამ მომენტის შემდეგ გრძელდება. ანუ ფარზე ბრძოლა ამ შემთხვევაში არ არის არანაირად. ამ შემთხვევაში აი მაგრამ შელბომი, აი ხედავთ ეს მომენტი, აი ამის გამო უკვე დაისაჯა ხორვატი უკანა. ისიც ვაღიაროთ რომ ლუკა ნამდვილად გასაძევებელი იყო, მაგრამ შელბომი დასაჯელი იყო. რო იდაყვი ჩაარტყა აშკარად ხელში და ამის გამო მეტაორფის 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიცეს. ეხა არ ვიცი რას მისცემენ შელბომს ამ მატჩის შემდეგ, რომელიც ძალიან დიდი შანსია რომ ამ სეზონზე ბოლოა. რადგან შესაძლოა ტექნიკური მიცეს, ნახოთ. კი, თუმცა ეს ეპიზოდი არ დასრულებულა, ხედავთ პაუზაა ძალიან დიდი. მე მგონი ეგ ტექნიკური მიიღო კი შელბომმა. ნუ ეს გააკეთა ეხა სრული ბედნიერებისთვის ოლიმპს ლუკა გაუგდეს. არა მიქაც გამყრელიძეც გააგდო, რა ვიცი. რა თქმა უნდა ეხა ეს ხუმრობით. რა თქმა უნდა. სერიოზულად არ მიიღო ვინმე, მაგრამ წუთი და 20 წამი ამასობაში. ძალიან დასანანია ეხა ესეთ გადამწყვეტა კიდევ ერთი ტექნიკური ამჯერად, რა თქმა უნდა. ეს უკვე ასე ვთქვათ ზედმეტია. ეს ლუკას გაძევების, ანუ გაძევება და ასევე ტექნიკური ჯარიმა. საინტერესო ეპიზოდი არის ამ შემთხვევაში, ანუ ჯერ შეასრულა საჯარიმოები ამ ოლიმპმა, შემდგომ არმიამ და პლუს აი სხვა რაკურსით თუ იქნება შესაძლებელი რომ შემდეგ გაამეორონ ეს მომენტი, იმიტომ რომ იმ მომენტი რა რაკურსითაც ჩვენ ნახეთ, იმ მომენტის შემდეგ არ ჩანს და თან ის მომენტი გრძელდებოდა, ანუ რა მომენტშიც მოხდა იდაყვი. ლუკას ის მომენტი არ გამოჩნდა, ჩვენ კარგად დავინახეთ ეხლა აქედან რომ მოხდა აშკარად ამ ადამიანს იდაყვი და სრულიად არ ვამართლებ ეხლა მე, მაგრამ ლოგიკური იყო მისი რეაქცია, რადგან პირველად არ მოხდა, ასე ვთქვათ, დღევანდელ შეხვედრაში. ესეთი რამე ცოტა ზედმეტი იყო ჩემი აზრით, ანუ ლუკას აი ნახოთ, აი ხედავთ ხელი ჩაარტყა სახეში ლუკას, გამეორებით ვნახავთ, აი ნახეთ ხელი აშკარად მოარტყა სახეში. იოაკიმ შელბომმა, ბერიშვილი ენდვანი. მიხეილ ბერიშვილის ენდვანი და ანუ შეიძლება ითქვას რომ ეს გამიზნულად არის. ამ შემთხვევაში ნახეთ ახლა გიორგი ჩვენ და თავისუფლად შეეძლო შელბომს რომ აი არ ეკნა ამგვარად არ მოქცეულიყო სხვანაირად, ასე ვთქვათ. ასეა თუ ისე ეს უკვე განვლილი ეპიზოდია, დასანანია ძალიან ოლიმპისთვის ბუნებრივია ის რომ წინსაძის შემდგომ უკვე ლუკას გარე შეუწევს გუნდს თამაში. თუ ლუკას აგდებდნენ, ჩემი პირადი აზრი არავის არ ვახო. უნდა მიეყოლებინათ იოაკიმ შელბომი, იმიტომ რომ პირველ რიგში ის იყო გასაგდები, რადგან ეპიზოდი გაცხარება, ასე ვთქვათ, და საერთოდ ეს ეპიზოდი მის არასპორტო საქციელს პირდაპირ ვიტყვი. დიასის სამქულიანი
ვერ ჩააგდო გილერმო დიასმა და ბოისა მოხსნა ბურთი მშვენიერი პრესინგი სადაო. კარგად ითამაშა გიორგი ნანიტაშვილმა. დაჯარიმ და ნანიტაშვილი. არა, რა თქმა უნდა, ბოისა ესე ჯიქურად დადგა მივიდა. ეგონა რომ საჯარიმები და შეესრულებინა, მაგრამ სადაო იყო რა თქმა სადაო უნდა. კი. და რადგან ოლიმპმა დაიწყო ეს მეოთხედი. მოიტანს ბურთს, რა თქმა უნდა. ბოლო წამები, 8 წამი. 7 წამი, დიასის სამკულიანი არაზუსტია. აქ არმიას რჩება ბურთი. ბოლო შეტევა 3 წამი, მატჩის მესამე მეოთხედის დასრულებამდე ხედავთ 15 სხვაობა. 52. ვიმსაძე შემოიტანს ბურთს. მოასწრებენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი კომბინაცია. ითვლება ეს ბურთი. ეს ბურთი ითვლება. 70-ით 52 ძალიან ლამაზი ეპიზოდი იყო მართლაც რომ დასრულდა მესამე მეოთხედი და აი ნახოთ განმეორებით თუ ეკნებ მადლობთ რომ სულად გვაქვს ამ იერიშის ნახვის საშუალება ხედავთ სირენასთან ერთად. ჩავარდა ეს ბურთი და Full House-ი. გინდა თამაში? ითამაშე europabet.com-ზე. Europabet-ი. შენი თამაში. გაგრძელდება მატჩის მეოთხედი, უბრალოდ დაიწყება 70-52, 18 ქულა სხვაობა. ეს მომენტი შეობამი, აშკარად ჩაარტყა სახეში და სლუკას რეაქცია იყო სრულიად ადეკვატური. და შეგვიძლია ვნახოთ, აი ვხედავთ. აი ნახეთ. აი მარცხენა ხელი ძალით ჩაარტყა. ეს არანაირად არ იყო ისეთი მომენტი, რომ ვერ შეძლო და ვერ აირიდა. ასე ვთქვათ ეს მომენტი. რომ ყოფილიყო თქვა შელბომი ამ შემთხვევაში მოხსნილ ბურთზე რომ წასულიყო კიდე რაღაცა და უშუალოდ შეიძლება ითქვას რომ ბურთზე იბრძოდა. არ მიდიოდა, ანუ დიას ჰქონდა მოხსნილი ეს ბურთი უკვე. ბურთი საერთოდ სხვაგან იყო და შელბომის სხვაგან იყო. ანუ მე მგონი ჩემი აზრით უნდა გაიგდოთ ორივე. თუ სლუკა გასაგდები იყო, ესეც ვთქვათ, მაგრამ თუ აგდებდა სლუკასაც უნდა გაიგდო შელბომიც. თუ არა და ორივე უნდა დაესაჩუქრებინა ჭყალებში ტექნიკურად. მაგრამ ასე არ გააკეთა მსაჯმა და შესაძლოა რომ ეს ანუ ვერ დაინახეს საჯებმა ეს ეპიზოდი რის ხელსაშუალება ჩვენ გქონდა, მაგრამ ასეა თუ ისე ვხედავთ 18 ქულას აგებს ოლიმპი, დაიწყო მეოთხედი. ხუთეულებზე ოლიმპის ხუთეული არ არიან ცინცაძე და სლუკა, რა თქმა უნდა, იცით ამის შესახებ. ცინცაძემ მიიღო ტრავმა და მატჩი ვეღარ აგრძელებს, რაც შეეხება სლუკას. დისკვალიფიკაცია მიიღო ხორვატმა უკანა ხაზელმა. მას შემდგომ რაც შელბომმა მართლაც არასპორტულად კრამას ხელი და ანალოგიური პასუხი გასცა სახეში ჩაარტყა თან სლუკას. დიასი სამიანი ვერ ჩააგდო, ტუტუსმა მოხსნა ბურთი. ტუტუსი, გამყრელიძე, ბერიშვილი, გულუსაბედაშვილი და ჰოგერი, რომელიც ზემოდან დიდებით ასრულებს ამიერის, ესეთია ხუთეული ოლიმპის. ბოისა, დიასი, შელბომი, საყვარელიძე და უცაიდი. ტომასი ამზადება ამასობაში დასაბრუნებლად მოედანზე. უცაიდი. გილერმო დიასი. რაც შეეხება თავად ინდივიდუალური გარღვევა ამერიკელის შესრულებით არაზუსტია. ბურთი ტუტუსმა შემოაბრუნა, მაგრამ ჩააბარა მეტოქეს. თუმცა ამ შემთხვევაში რთული იყო ზუსტი პასის გაკეთება. გამყრელიძე. უცაიდი დაჯარიმდა მისთვის, უცაიდი დაჯარიმდა თუ არ ვწდები. ნახოთ. უცაიდი იცავდა ამ შემთხვევაში. ასე ნამდვილად ტომასი შემოდის ბოისას ნაცვლად მოედანზე. უცაიდი თქვენს ეკრანებზე.
გულისა ბედაშვილი განაახლებს შეხვედრას აკეთ ბერიშვილის მისამართით. შეუძლია ბერიშვილმა და ზუსტია მიხეილ ბერიშვილი მე-15 ქულა ამ კალათბურთელის შესრულებით. დღევანდელ შეხვედრაში ის ყველაზე შედეგიანია ოლიმპის შემადგენლობაში. რაც შეეხება არმიელებს, აქ 18 ქულა აქვს ჯერემი რიჩარდსონს, რომელიც ახლა არ არის მოედანზე. უცაიდი დიასი ისვრის ალბათ. არა, შელბომზე პასი. ჩააგდო იაკობ შელბომმა. ჩავარდა ეს ბურთი, შელბომს 4 ქულა აქვს ამ წუთისთვის. ტაბლოზე კი ხედავთ 72-56. ამყრელიძე გაუფარა შელბომმა. ბერიშვილია თქვენს ეკრანებზე 11 ნომრით ოლიმპის შემადგენლობაში. ეს კი იულიამ თომასე. ბერიშვილი იღებს მესამე პერსონალურს. რა თქმა უნდა, გვერდითი ხაზიდან განახლდება შეხვედრა, დიასი შემოიტანს ბურთს. უცაიდი უილიამ თომასი ბურთით. ისევ ბენჟამინ უცაიდი, გილერმო დიასი, რომელიც ფინალური სერიის შემდეგ ჩააგდო აქ ბურთი. ფინალური სერიის შემდეგ, როგორც ასე ვთქვათ, მები დადის. გაზეთებში წიწერება დატოვებს არმიას. აი ძალიან საინტერესოა მართლაც. რომელი კალათბურთელები დარჩებიან არმიას შემადგენლობაში, ამის შესახებ ბუნებრივია გუნდის მთავარი მწვრთნელი ოტე დოღუში იტყვის. და ძალიან ბევრი იქნება ასევე დამოკიდებული გუნდის მწვრთნელობაზე. ჩავარდა ეს ბურთიც, არა. იშვიათი ეპიზოდი, თუმცა ბურთი დარჩათ არმიელებს კვლავ. ამ შემთხვევაში, რა შეიძლება ითქვას, თავდება ლევანდელი მატჩი. და ასევე თავდება საკალათბურთო სეზონი. ხაზი გაუსვათ საქართველოს შიდა ჩემპიონატის სეზონი. ერთი სუპერთასი იქნება და შემდეგ საბოლოო ჯამში დასრულდება. ეტოსი სამხულიანი არაზუსტი გამოდგა სამწუხაროდ ოლიმპისთვის. თუმცა ეს ბურთი ჩავარდა გამყრელიძე. შელბომმა ამჯერად სპორტულად ითამაშა და წამოაყენა ივო ჰოგერი. უცაიდი ძალიან კარგი პასი, უილიამ თომასი. მოძრაობაში fade away შვენიერი. 5 წუთი და 55 წამი მატჩის დასრულებამდე 58-78. 20 ქულას ხალხო. არმიის საკალათბურთო კლუბი 90% დაიცავს ტიტულს და ზედიზედ მეორედ გახდება საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი. გიორგი გამყრელიძე დაждდება საფადარიგოთა სკამზე და შემოვა გიორგი ნანიტაშვილი, ასევე შემოვა ილიცა მილუტინოვიჩი, შეცვლის ალბათ ივო ჰოგერს. ბერიშვილი ასრულებს საჯარიმო სპორტსმენს. არაზუსტია. ძალიან ბევრი საჯარიმო გააფუჭა მიხეილ ბერიშვილმა დღეს. 2-დან 1 59-ით 78. არმია შეტევაში ბენჯამინ უცაიდი, გოისა უგრეხელიძე მოედანზე გამოსული 8 ნომრით. საყვარელიძე და თომასი ასეთია ხუთეული არმიელთან. ჩავარდა ეს ბურთი და არმია უახლოვდება ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტულს. ტუტუსი მილუტინოვიჩმა ვერ ჩააგდო 80-59. მე გავუბედავდა ვიტყვი რომ უახლოვდება არა არმია უკვე საქართველოს ჩემპიონია. უგრეხელიძე მილუტინოვიჩმა ითამაშა კარგად, მაგრამ რას უყურებდნენ შემდეგ გიგი და ტუტუსი, რატო დააცადეს უგრეხელიძეს ბურთის შემოbrunება და შემდეგ თავისი გუნდისთვის დატოვება, ჩემთვის ამოუცნობი რჩება.
გიორგი ნანიტაშვილი მეოთხე პერსონალური შენიშვნა. აქ გესმით ნანიტაშვილი ჯარემდება მეოთხე პერსონალური შენიშვნა. ეჟემენ უცაიდი კი ზუსტია საჯარიმოს ხაზიდან ეს უკვე არის მე-16 ქულა ამ კალათბურთელისთვის. ზუსტია მეორეც. რაც შესვენება რომელსაც იღებს ოლიმპის თავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი. სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. ევროპა-ბეთია დიახ ტრანსლაციის სპონსორი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მოდი ვთქვათ და ბოლო მატჩია დღეს. ბოლო მატჩი ვამბობთ რადგან 5 წუთია მატჩის დასრულებამდე დარჩენილი. 82-59 არმია ამარცხებს ოლიმპს და ცოტა დრო რჩება მატჩის დასრულებამდე, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არმია ხედავთ გესმით ალბათ გულშემატკივრის ისეთი ომახიანი მხარდაჭერა. არმია ზედიზედ მეორედ გახდება საქართველოს ჩემპიონი. არ გამოვიდა სამწუხაროდ დაძაბული შეხვედრა. როგორცაც ველოდით. ნანიტაშვილი. ვერიშვილი. ვერ ჩააგდო თავად, ვერ მოხსნა ბურთით, მართალია იბრძოლა, მაგრამ საყვარელიძე მაჯობა. უცაიდი. ბოისა ისევ ბენჟამინ უცაიდი სამქულიანი გაუშვა ჩააგდო. ბენჟამინ უცაიდი 85-59. მე-20 ქულა უცაიდია ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ამ წუთას მოედანზე. ნანიტაშვილის გარბენს გავდა თითქოს თომასი შეუდარებელია ფარქვეშ ეს კალათბურთელი. რომელსაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ფინალური სერიის ყველა მატჩი. 28 ქულა უკვე სხვაობა. 3 წუთი და 45 წამი მატჩის დასრულებამდე. აქ ძალიან საინტერესო ეპიზოდი 4 ერთბაშად 4 კალათბურთელი ემზადება არმიას შემადგენლობაში მოედანზე გამოსასვლელად. ტუტუცმა ასილა გურთი 4 ქართველი კალათბურთელი. ოფსაძე ათანელიშვილი, ბაბიაშვილი და მინაშვილი. შესაძლოა ქართული ხუთეულით დაასრულოს. ნახეთ რა ლამაზი კომბინაცია. ძალიან მაგარი კომბინაცია. შესაძლოა ქართული ხუთეულით დაასრულოს არმია ამ ჩემპიონატი. ალბათ ასეც მოხდება. აი ხედავთ 4 მაგი ცვლილება. კი. არმია საქართველოს ჩემპიონია და დაიმსახურა ეს ნამდვილად და აპლოდისმენტები გულშემატკივრას. ქართული ხუთეულით ასრულებს არმია. გადიან მოედნიდან თომასი, უცაიდი. კარგი ჟესტია ესეც. კი. დიასი. კიდევ ერთხელ შევხედოთ უცაიდს აქვს 20 ქულა, 18 ქულა რიჩარდსონს, 15 ქულა თომას. ყველაფერი გააკეთეს ამ კალათბურთელებმა იმისათვის, რომ აი ბერიშვილი ზემოდან გდება. რომ აი ტაბლოზე ყოფილიყო ეს შედეგი. ბოლო 3 წუთი ბოისა. ლევანტელ ჩემპიონატში. ფინალური სერია სრულდება. კი. ჩვენთვის სამწუხაროდ რა თქმა უნდა. არასპორტული ათანელიშვილს. წინ კი რაგველის მას შემდეგ რაც 30 გველის სუპერთასის შეხვედრა ქუთაისსა და არმიას. ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, რა თქმა უნდა. ქუთაისი, რომელიც სტაბილურად მესამე ადგილოსანია და სტაბილურად ძალიან კარგად თამაშობს. ასევე ძალიან კარგი გუნდი. რომელსაც ბოლომდე იბრძოლა ამ ჩემპიონატში. და მართლაც გამორჩეული იყო მთელი ჩემპიონატის მანძილზე, ისევე როგორც სხვა გუნდები, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრა ჩემპიონატში თამაშით. იგივე ითქმის შესეს აკადემიაზე, ასევე სოხუმის საკალათბურთო გუნდზე. იქით TSU, STU, სამედიცინო უნივერსიტეტი.
ასევე რუსთავის და ბათუმის გუნდები უნდა ვახსენოთ. სულ კი 11 გუნდი მონაწილეობდა ლევანტელ ჩემპიონატში. ხედავთ რომ ფინალური სერია სრულდება. არმია ამარცხებს მეტოქეს 99-63. 2 წუთი და 10 წამი მატჩის დასრულებამდე ბაბიაშვილი. ზუსტია ზვიად ბაბიაშვილი ხედავთ არმიას კომაგი. კომაგი რომელიც ფერი ჩემპიონატის რომელმაც დაიმსახურა რა თქმა უნდა გუნდის ჩემპიონობა. გულის ავედაშვილმა სამქულიანი ჩააგდო და ცოტა ადრე რო ექნადეს მე მგონი უკეთესი იქნებოდა. მაგრამ არ დაუკარგოთ ეს შრომაც. ოჩაღა ოლიმპის პირველი წელი და მეორე ადგილი არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ ბრივია ჩვენ არაერთი უკეთესიც შეიძლებოდა. თუმცა უკეთესის პირველივე სეზონზე ძალიან რთული იქნებოდა ესეთი წინააღმდეგობის და ბარიერის გადალახვა როგორც არმიაა. ასე რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ორივე გუნდის ხელმძღვანელობას. რა თქმა უნდა ეკუთვნის საკებარი სიტყვები იმისათვის რომ აი ორი ესეთი ძალიან კარგი გუნდი ყავს საქართველოს ჩემპიონატს. და იმედი არის რა თქმა უნდა იმედი გვაქვს რომ არმია შეინარჩუნებს აი ამ ბირთვს რომელიც მას ყავს რაც შეეხება ოლიმპს. კიდევ უფრო გაძლიერდება გუნდი შემდეგ სეზონზე. და ასევე გაიზრდება გუნდის ამბიციები. ტურნირის და ჩემპიონატის დებიუტანტი გუნდისთვის პირველივე სეზონზე ფინალში გასვლა არ არის მართლაც რომ ურიგო შედეგი. აკი რა ხდება ბოლო წუთი დაიწყო. ძირფასო ტელემეყურებლებო სრულდება მატჩი და სრულდება ფინალური სერია. არმია საქართველოს ჩემპიონია ზედიზედ მეორედ. ალბათ ამამად უკვე შეგვიძლია ჩვენ მიულოცოთ არმიელებს ეს გამარჯვება. ჩვენ მაყურებელს ვეთქვი რომ დაჯილდოების დროსაც ეთერში ვიქნები და შემოგთავაზებთ ყველა მომენტს რა თქმა უნდა. აქ ჯარიმა ათანელიშვილზე თუ არ ვცდები. თქვენს ეკრანებზე ათანელიშვილი რომელსაც მიეცა შანსი ფინალურ სერიაში თავის გამოჩენის. უბაკვიმსაძის მეორე პერსონალური შენიშვნა 77-91 უკვე. ნუტინოვიჩმა მეორე საჯარიმო ვერ ჩააგდო. 30 წამი მატჩის დასრულებამდე ბოლო შეტევა ერთ-ერთი ბოლო იერიში. ხუთეული, ქართული ხუთეული თანსრულებს როგორც შენ თქვი ირაკლი არმია ლევანტელ სეზონს აი ამაზე ეპიზოდი საფრთხოდ არ ჩავარდა ეს ბურთი. ფოტოსიხსნის ამბურთს. ბოლო შეტევა. ოფიციალურად უკვე არმია საქართველოს ჩემპიონია. ულოცავ ყველა არმიის გულშემატკივარს ულოცავ არმიის ხელმძღვანელობას, არმიის მოთამაშეებს. ძალიან კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. 91-67 გაიმარჯვა არმიამ. 3-1 მოიგო სერიაში. არმია და ოფიციალურად არმია ასევე შეგვიძლია ვერცხლის მედლები მიულოცოთ ოლიმპს მის ხელმძღვანელობას. ყველა იმ კალათბურთელს ვინც ითამაშა ამ სეზონზე და რა თქმა უნდა არმიელებს ოქროს მედლების მოპოვება. ედავთ რამდენიმე წამში ჩვენ რა თქმა უნდა ეთერში დავრჩებით, ეთერში ვიქნებით კოტე ტუღუშია თქვენს ეკრანებზე. ეკუთვნის მას აპლოდისმენტები ბუნებრივია და რამდენიმე წამში დაიწყება დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. ნუ ბუნებრივია რომ არმიამ დაიმსახურა ჩემპიონატში გამარჯვება. ერთი წაგება სეზონში ფენომენალური შედეგია ნამდვილად. ესწავლები ამ გუნდს გულშემატკივრები ხედავთ მანამ სანამ მოეწყობა ასე თქვათ ეს მოეწყობა სცენა იმისათვის რომ გუნდმა აღმართოს და ჩემპიონო თასი გამოიტანეს უკვე
და ტრადიციულად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი გამოჩნდება ახლა თქვენს ეკრანებზე. აი ხედავთ სუპერლიგის საშემპიონო თასი, რომელიც დამსახურებულად, სრულიად დამსახურებულად ახლა გეტყვით მე ჩამოგითვლით ორივე გუნდის შეეცემა არმიას. ჯერ დავიწყოთ ვერცხლის მედალოსნებით. გიორგი გამყრელიძე, გიორგი გულისაბედაშვილი, გიორგი ნანიტაშვილი, გიორგი ტარიელ თავართფილაძე, ნოდარ სიგუა, ილია მილუტინოვიჩი, მიხელ ბერიშვილი, ნიკიცა სლუკა, ნიკოლა ტუტუსი, გიორგი ცინცაძე, ივან ტოდოროვიჩი და ივო ჰოგერი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი. ეს გუნდი გავიდა ჩემპიონატში მეორე ადგილზე და დაიმსახურა ვერცხლის მედლებით. ახლა ბესიკ ლიპარტელიანი გადაცემს ბატონო ბესიკ ლიპარტელიანი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი გადაცემს მათ ვერცხლის მედლებს და ალბათ ჩვენც მიუყვეთ და შემდეგ ვისაუბროთ უკვე საქართველოს ჩემპიონზე. რა თქმა უნდა. არმიაზე. დაიწყება ახლა გუნდის კაპიტანი ნომერი 4 გიორგი გამყრელიძე. უნებრივია 15 მიეკუთვნის გიორგის. 15 ქულა ეს მის აქტივში. ნომერი 5 გიორგი გულისაბედაშვილი. ნომერი 5 გიორგი გულისაბედაშვილი. შემდეგ ნომერი 7 გიორგი ნანიტაშვილი. იქვე ხედავთ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, რომელიც აჯილდოებს ოლიმპის კალათბურთელებს ბესიკ ლიპარტელიანთან ერთად. უნებრივია ნოდარ სიგუა. საკითხაო თითოეული კალათბურთელი იღებს ვერცხლის მედლებს დამსახურებულად. უნებრივია. ტარიელ თავართფილაძე გამოგვჭა ჩვენ. თუმცა ვახსენებ რა თქმა უნდა, თავარია რომ საერთოდ ვახსენებ. ილიცა მილუტინოვიჩი. ყველა კალათბურთელი. შემდეგი არის მიხელ ბერიშვილი. შემდეგი იქნება დღევანდელ მატჩში გაძევებული ნიკიცა სლუკა. ნიკოლა ტუტუსი. ნომერი 14 სერბი ლეგიონერი ოლიმპის შემადგენლობაში. ვაკულა კომისი. ცინცაძე გიორგი ცინცაძე, რომელიც ძალიან გული დამწყარო დღეს. სამწუხაროდ ტრავმის მიზეზით გამოეთიშა თამაშს მატჩის დასაწყისიდან. ივან ტოდოროვიჩი. ცინცაძე, რომელიც შეუერთდა დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატში, ძიმე ტრავმის მერე რაც მან გადაიტანა, ჩამოვიდა და შეუერთდა ოლიმპს. ოლიმპის გუნდის მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი. ხედავთ ესალმება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ჩეხი ლეგიონერი, რომელიც ყველაზე ტანმაღალი კალათბურთელი იყო წელს საქართველოს ჩემპიონატში. ივო ჰოგერი და გია კაზანჯიანი. და ბატონ თემურ აბულაძე ასისტენტი, რა თქმა უნდა. ასევე ეკუთვნის მადლობა იმ ყველა იმ მომსახურეებში, რა თქმა უნდა, ვინც მოამზადა ოლიმპი წლევანდელ სეზონზე. კიდევ ერთხელ ვთქვათ, ეს იყო სადებიუტო სეზონი გუნდისთვის. ახლა კი დაიწყება არმიის დაჯილდოების ცერემონიალი. საქართველოს ორგზის ჩემპიონი თავდაცვის სამინისტროს გუნდი არმია. თავდაცვის სამინისტროს გუნდი არმია, რომელსაც ასევე დააჯილდოებს ბატონი ლადო ვარძელაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და ბატონი ბესიკ ლიპარტელიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ნომერი 4 ჯერემი რიჩარდსონი, კალათბურთელი, რომელიც სტაბილურად ძალიან კარგად თამაშობს ყველა შეხვედრაში. ფინალურ სერიაში მან 18 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. ეს კი ზურაბ ბაბიაშვილი, ვეტერანი, ქართული კალათბურთის ვეტერანი. ანატოლი ბოისა, საქართველოს ნაკრების წევრი. 9 ქულა ქონდა ბაბიაშვილს, 8 ბოისას. ესმით თქვენ ვახტანგ მინაშვილი, შემდეგ მოდის დავით უგრეხელიძეა თუ ორთვების შემდეგი. დიახ, დავით უგრეხელიძე. უბა კვიმსაძე, შემდეგი 9 ნომრით. ისიც ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია და უილიამ თომასი, ხედავთ 10 ნომერი, რომელმაც
ფანტასტიკურად ჩაატარა ფინალური სერია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მართლაც, ვისაც ოდესმე უთამაშია საქართველოს ჩემპიონატში. ლევან მოსეშვილი. ასევე ხედავთ ლევან ზაფხანელიშვილი. ივაკიმ შელბომი, რომელმაც მართალია დღეს არასპორტული საქციელი ჩაიდინა, მაგრამ მთელი სეზონი კარგად ითამაშა. გილერმო დიასი. ოქროს მედალი. პუერტო-რიკოდან ჩამოსული კალათბურთელი გილერმო დიასი. ბენჯამინ უცაიდი გამოვა. ძალიან მაგარი კალათბურთელი და სავსები დამსახურებული. რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები. 20 ქულა, ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი არმიის შემადგენლობაში. დავით სარაყარელიძე, შემდეგ იქნება გიორგი შარაბიძე, რომელსაც სამწუხაროდ ტრამვის გამო გაუცდა ძალიან დიდი ხანი. ძალიან კარგი კალათბურთელი, მთავარი მწვრთნელია გახავთ რადონი კოდეტუღუში. დამსახურებული ოქროს მედალი მიიღო კოდეტუღუშმა. ასევე რა თქმა უნდა, ოქროს მედლები გადაეცემათ დამხმარე მწვრთნელებს. ბატონი ვაჯამხეიძე ერთი ასისტენტი. და რა თქმა უნდა ბუბა ბერიშვილი, რა თქმა უნდა. ყოფილი კალათბურთელი. რა თქმა უნდა. შეგახსენებთ არმია ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სრულიად დამსახურებულად ერთადერთი მატჩი წააგეს არმიას კალათბურთელებმა. კულმინაციური მომენტი დღევანდელ და ახლა გუნდის კაპიტანს ზვიად ბაბიაშვილს გადაეცემა გარდამავალი თასი საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2011-2012 წლების ჩემპიონი. თავდაცვის სამინისტროს გუნდი არმია, სამახსოვრო სურათი ბესიკლი ბარტელიანი, ვალდო ვარდელაშვილიდან. ზვიად ბაბიაშვილი და თასი აწიეს არმიის კალათბურთელებმა. შვენიერი სეზონით შვენიერი დასასრული. აპლოდისმენტების ღირსია ნამდვილად ეს გუნდი. ზედიზედ მეორედ არმია საქართველოს ჩემპიონია. ულოცავ ყველა არმიის კალათბურთელს, ულოცავ ყველა არმიის ხელმძღვანელს, ულოცავ ყველა არმიის გულშემატკივარს, რა თქმა უნდა. გაიმსახურა ამ გუნდმა ჩემპიონობა. გაიმსახურა პირველად კოდეტუღუშმა ჩემპიონობა და თითოეულმა მოთამაშემ, რომელმაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ყველაფერი დადო და საბოლოო ჯამში შედეგიც მოვიდა. მართლაც არმია დამსახურებული ჩემპიონია, ხედავთ. და რა თქმა უნდა აპლოდისმენტები ოლიმპსაც. უნებრივია. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ სადებიუტო სეზონზე. ვერცხლის მედლები მართლაც მიღწევა ამ გუნდისთვის. ეს კი არმიელები თქვენს ეკრანებზე. არმიას გულშემატკივრები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა იმას, რომ ეს პირთვი შენარჩუნდეს. აი კოდეტუღი ძალიან ლამაზი კადრი. აერშია კოდეტუღუში. გაიმსახურა მან, რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელმა. წინა სეზონზე როგორც კალათბურთელი გახდა ჩემპიონი, ამჟამად როგორც მწვრთნელი. გიორგი, მადლობა უთხრათ აფხაზეთის ყველა ოპერატორს, ყველა მომსახურე პერსონალს და კომენტატორები ჩამოვთვალოთ, მაგრამ დავით ხვადაგიანს, ჯამლეთ ხუხაშვილს, გიორგი პაუდიაშვილს, ნიკა გაბელიას